მოგესალმებით, კიდევ ერთხელ ეთერში გადაცემა პოლიტიკური სივრცე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლითაც ბათუმელებისა და ნეტ გაზეთის დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სააპელაციოს საჩივრი მზია ამაღლობელს მიმართეს სააპელაციო სასამართლოს და ითხოვდნენ განაჩენის გაუქმებას პროკურატურა პირიქით ბრალის დამძიმებას, თუმცა რაც მოსალოდნელი იყო სააპელაციომ იგივე განაჩენი დატოვა ძალაში. მზია ამაღლობელმა დღეს პროცესზე სიტყვით ისარგებლა და წაკითხავთ ნაწყვეტს მისი გამოსვლიდან. პატიმრობა არც ადვილი და არც მარტივია, მაგრამ არც საშიშია. მე პატიმრობა კი არ მაშინებს, არამედ ის, რა დამხვდება გარეთ. ქვეყანა, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, თუ ტანკების გარეშე დაპყრობილი ქვეყანა. გონია რომ სამშობლოს სიყვარული და ღირსების შეგრძნება ისეთია, თანდაყოლილია დღეს ღირსება გადის კონსტიტუციის დაცვაზე. მოგიწოდებთ ვიბრძოლოთ, სანამ გვიანი არ არის. ბრძოლა ბოლომდეო მიმართა ბათუმელებისა და ნეტ გაზეთის დაფუძნებელმა მზია ამაღლობელმა სასამართლოს. შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა კვლავ. ჩვენ დღეს გადაცემაში ვისაუბრებთ ხელისუფლების ახალ გადაწყვეტილებებზე და ერთ-ერთი მათგანი არის სწორედ ფაქტობრივი აკრძალვა არჩევნებში მონაწილეობის ემიგრანტებისთვის და ასევე ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ დაუპასუხოს საზოგადოებამ იმ ქმედებებს, რომელსაც გვთავაზობს ხელისუფლება, რა ხდება მეორე მხარეს, პროტესტის მხარეს. ჩვენი სტუმრები იქნებიან ლაშა ბაქრაძე, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, შემდეგ აკაკი ბობოხიძე, ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი და გადაცემის მეორე ნაწილში ირაკლი მელაშვილი და ლაშა ტუღუში. მათთან ერთადაც განვიხილავთ ამ ამბებს. მივესალმები ლაშას, გამარჯობა. მოგესალმებით და მადლობა დაბატიჟებისთვის. მადლობა გადაცემაში მონაწილეობის მე წავიკითხე ხა მზიას სიტყვები, რომელიც საკმაოდ საინტერესო სიტყვა იყო, რომელიც მან თქვა სასამართლოზე და ძალიან კარგი სიტყვას ამბობს, ხომ უნდა ითქვას წინა სასამართლოზე და ფაქტობრივად ციტატა არის, რომელიც ხო დიდხანს გვემახსოვრება, ხო, რომ მის მეშინია რა დამხდება გარეთო და როგორ ფიქრობთ, რა დახვდება გარეთ? გარეთ დახვდება თუ მალე გამოუშვებენ უკვე არსებული დიქტატურა და ეს საითკენ მიდის კიდე ღმერთმა იცის, იმიტომ რომ ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ, რომ უარესდება და უარესდება მდგომარეობა, ყოველდღიურად, აი მართლაც შეიძლება ითქვას, დამკვრელური ტემპებით მუშაობს ეს რეჟიმი და ზღუდავს ადამიანის თავისუფლებებს, ზღუდავს იმას, რასაც საქართველოს მიაღწია ამ დამოუკიდებლობის პერიოდში ყველაფერს და ანადგურებს ყოველგვარ ხიდებს დასავლეთთან, ქვეყანას აქცევს იზოლაციაში და ჯერ კიდევ არ ჩანს ბოლო ამისი. უარესდება და უარესდება მდგომარეობა მართლაც ყოველდღიურად. კი ბატონო, ხო, თქვენ აი რაც მაგალითად ახსენე, ერთი თემა არის, რასაკვირველია, რომ სრულიად ამორალური რაღაც ჩრდილოეთ კორეას ვემსგავსებით ამ ამბავში ირანს და ბევრ მსგავს ქვეყანას, აფრიკისას ზოგიერთს, როდესაც უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს ეკრძალებათ ხმის მიცემის უფლება და ისე თავხედურ, ნაძიрлურ, მე ვიტყოდი, იმითი გამოდიან, ჩამოვიდნენ, ნახონ ეს ქვეყანა, ეს ადამიანები ჩამოდიან კიდეს და ყველაფერი, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ახლა მილიონამდე ადამიანი როგორ უნდა ჩამოვიდეს ერთი და იგივე საარჩევნო დღეს, როდესაც დღევანდელი ტექნოლოგიების ეპოქაში უამრავი საშუალება არსებობს პირიქით ხმის მიცემის თუნდაც შორიდან, მაგრამ უნდათ რომ ეს ადამიანები გარიყონ. ისედაც ახლა უახსოვს 24 წლის არჩევნებზე როგორი ძნელი იყო ჩვენ თანამემამულეებისათვის მონაწილეობის მიღება ამ არჩევნებში, როგორი პირობები შეუქმნეს, არ გახსნეს საკმარისი რაოდენობით საარჩევნო უბნები და ამავე დროს შეიძლება თქვათ, რომ აი საკმაოდ მცირე არის ის პროცენტი, რომელიც თქვათ საშიში იქნებოდა მათთვის, მაგრამ ხო, თვითონაც ამას ამბობენ, ხა წელოსანი გამოვიდა და სულ 30,000-მა მიიღო მონაწილეობა. ხო, იმიტომ მიიღო, რომ მეც არ მილიონ ადამიანზეო, 30,000 ადამიანი 30,000 ადამიანს რომ მოიდობას ერთ დღეს ჩამოსვლა ვერ ჩამოვა, მაგრამ ეს ხო აბსურდია ხა ადამიანს სამუშაო 1000 იმაზე გათვლით, რომ 30-ის მეტი არ ჩამოვა. იქნება მომავალ წელს ავი 200,000-მა მოიდობა. დასაბურველია. სრული აბსურდია. აი, ამიტომაც ვამბობ, რომ ეს არის სრულად ნაძიрлური ის, მაგრამ მე ვფიქრობ, ჯერ მე არ წამიკითხავსა და იმედია სპეციალისტები კიდე ჩაუჯდებიან და კარგად წაიკითხავენ და მეც წავიკითხავ ამ საარჩევნო კოდექსს, იქ ბევრ რამეს უნდა მოველოდეთ კიდე ბოროტ მოქმედებას. ამითი შეიძლება კიდე
უნდათ რომ ამაზე ვისაუბროთ ძირითადად და იქ იქნება სხვა თემებიც. აი მაგალითისათვის რაც ვიცი, რაც ახალი არის ამ საარჩევნო კოდექსში არის ის რომ ვისაც ჯარიმა აქვს ის კომისიის წევრი ვერ იქნება. ხო? ანუ ფაქტობრივად ადამიანები ერთი რამეს ცვლია რომ სიაში ვერ ჩასვა უპარტიო თქვი ხო უპარტიო იყავით სიაში ვეღარ მოხვდებით თუ პარტიაში უნდა შეხვიდეთ რომ პარტიამ სიაში ჩაქსვა ხო და გარდა ამისა საბოლოო ჯამში თუ პარტიები აკრძალეს და აქეთკენ მიდის საქმე რომ აი 100%-იანი იმისთვის არის რომ აკრძალული პარტიის წევრი არ ჩასვას სხვა სიაში გასაგებია ისედაც ხო პარტიებს იმას არ აძლევენ რა ქვია ხო რეგისტრაციას და ასე შემდეგ აგერ თავისუფლების მოედანს არ აძლევენ ამ სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას არ აძლევენ და ასე შემდეგ რა ქვია ანუ მივდივართ იქითკენ რომ იქნება ესეთი ყალბი ფსევდო მრავალპარტიული სისტემა ისეთი როგორიც არის მაგალითად რუსეთში სადაც მithom არსებობენ პარტიები თან ისეთი რა ქვია დიდი პარტიები როგორც ვთქვა თავისი ლიბერალ დემოკრატიული ჟირინოვსკის პარტია ან კომუნისტური პარტია რომელიც ყოველთვის როცა საჭიროა მაშინ ასაკურველია ხმას აძლევენ იმას რასაც პუტინი იტყვის ანუ საქართველოში ყოველგვარი დემოკრატიას დატოვებს მარტო ხო ასაკურველია ნეიტრალური საქართველოს მსგავსი ფაშისტები იქნებიან და მსგავსი ჯგუფები ხო ის ჯგუფები რომელსაც ესენ თვითონ ეყრდნობიან და რომელთა შორის იდეოლოგიური განსხვავება არანაირი არ არის თუ საერთოდ იდეოლოგიაზე შეგვიძლია საუბარი არც იდეოლოგია არ არის არანაირი უბრალოდ აქ საინტერესო თემა არის აი იმაზე კი არის საუბარი რამდენი ადამიანი იღებს მიგრანტებიდან მონაწილეობას თვითონ დამოკიდებულება მიგრანტებისადმი ხო როგორია ხელისუფლების ასაკვირველია ეს ხო კარგად აჩვენებს რომლებზეც დგას ქართული ეკონომიკა მეცნიერებაში თქვი რომ 4 მილიარდამდე თანხა შემოვიდა წინა წელს ოსი 4 მილიარდი ვალუტა რომ შემოდიოდა ეს ლარის კურსი იქნებოდა ორჯერ მეტი ალბათ ვიდრე დღეს არის ჩამოიქცეოდა ფაქტობრივად მაგრამ ბოდიში მომთხოვია და აი ინვესტიციაზე უფრო მეტი შემოდის ასაკურველია ამ ხალხს ეუბნებია რომ ანუ შენ არაფერს არ წარმოადგენ და თუ გინდა ჩამოეთრიე ფაქტობრივად ანუ იქ უნდა მოწყდეს სამუშაოს ერთი დღით ხო ვერ ჩამოვა ახლა ადამიანი რამხელა ხარჯია და ასე შემდეგ ეხლა რაზე ვლაპარაკობ საერთოდ ეს არის არალეგალურად არის და ჩამოსვლის უფლებაც არა მუდმივად ხდება ადამიანების დაცინვა მათ აი უღირსებოთ მოქცევა ამ ადამიანების მიმართ და უნდათ რომ აი ესეთი მასა იყოს რომელიც იქნება მათი ერთგული აქ და მეტი არაფერი აქვს მიზანი ამას არ აქვს ის ადამიანები რომელიც თავისუფალ სამყაროში არიან მათთვის უბრალოდ საშიში არიან ხო ნუ რამდენიმე ადამიანი გამოეხმარება ცნობილი ვინც ემიგრაციაში ცხოვრობს მაგალითად ნინო ხარატეშვილი წერს წერალი არჩევანი ისედაც დიდი ხანი აღარ გვაქვს მაგრამ მაც უკვე მე და ჩემნაირებს ეგრეთ წოდებული ქვეყნის საზღვრებს გარეთ ყოფ მოქალაქეებს ის ოფიციალურადაც წაგვართვესო. ნუ თუმცა იცით კიდევ მეორე ხელისუფლება ამბობს რომ არ წაგვირთმებია რომ ჩამოვიდეთ და ჩამოვიდნენ გასულ რა პრობლემა არის ხო და თან ესეც კიდე აი ესეც აი გამაღიზიანებელია მართლა ესე დაცინო რომ ნახონ რა კარგად არის აქ მდგომარეობა და აი იქ თურმე მათზე ზეწოლა ხდება მეტი საქმე არ აქვს საფრანგეთს, გერმანიას, ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს რომ რაიმენაირი ზეწოლა აწარმოოს ჩვენს თანამემამულებზე უცხოეთში რომ აქ ვის მისცენ ხმა მაგრამ აი ეს მტრული დამოკიდებულება დასავლეთისადმი საერთოდ მტრული დამოკიდებულება ადამიანისადმი ეს მე მგონი ეჭვები არის ხო ძირითადად ერთი ადამიანის ალბათ არ ვიცი არც ეჭვები არ არის ეს არის აი უყო სისხლსა და ხორცში გამჯდარი სიძულვილი ადამიანებისათვის რადგანაც ისინი არ მოელოდნენ რომ აი ასეთი პროტესტი იქნებოდა როგორც ჩანს საქართველოში და გასაოცარია რომ არ მოელოდნენ იმიტომ რასაც ესენი აკეთებენ ის უკვე ზღვარს მიღმა ყოველგვარი ზოგჯერ ფიქრობ ხოლმე ლოგიკისაც კი აი იმ ლოგიკისაც მაგალითად რომ კარგი მესმის რომ ძალაუფლების შენარჩუნება უნდათ მაგრამ სინამდვილეში მართლა ხო ვიცით თუნდაც იგივე თუ არჩევნებზე ვსაუბრობ ემიგრანტების ხმები რომ გადამწყვეტი არ არის იმ პირობებში როგორც შეც გასულ წელს ჩაატარეს ხო სულ მისცეს ისეთ რომ ჩაატარებენ ეს ასეც მოხდა 2024-ში ლამის 13% აიღეს ემიგრანტებში მარტო ოცება 20000 ხმა მათ არაფერს არ უწყობს. არაფერს არ გადაუწყობს, მაგრამ აი ეს არის ზიზღი ადამიანის ამე სიზულვილი. მე ნინო ხარატეშვილის წავიკითხე ხა ის გამოირჩეოდა აქამდე ასე ვთქვა, ყველასი განცხადება ნინი შერმადინი ხა საერთოდ არ გამოირჩეოდა ოპოზიციური განცხადებებით და დღეს დაუწერი აგერ მოღალატე თუ ვიყავი არ ვიცი. ხმის უფლების ჩამორთმევის შემდეგ მოქალაქეობასაც ხომ არ ჩამოგვართვებთ, იქნებ დახვრეტად შემოიღოთ მოღალატეებზეო.
წერს მომღერალი ნინი შერმადინი. ანუ ისეთ ხალხს დარწმუნებული ხარ ემიგრაციაში მათ მომხრეებსაც კი გააღიზიანებს. გააღიზიანებ და შეიძლება არ გააღიზიანოს, ხო? უნდა თან არჩევებამდე 3 ხო და წელი არჩენ აი ზოგჯერ ფიქრობ ხოლმე, ხო 3 წლის შემდეგ იქნება ეს არჩევები თუ არ იქნება, თქვენ თვითონაც იცით რომ ეს გავრცელებული აზრია, ასე ვთქვათ, რომ მომავალ წელს შეიძლება არჩევნები დანიშნონ იმის გამო, რომ უნდათ ეს მაინც და მაინც კონსტიტუციური უმრავლესობა ჰქონდეთ. კარგი, შეცვლიანი მთელ რიგ პარაგრაფებსაც უნდათ და კიდევ რა აქვთ მიზნად ღმერთმა იცის, მაგრამ არანაირი არჩევნებით მათი ლეგიტიმაცია არ მოხდება. ვინმე დემოკრატიული სახელმწიფოების თვალში, მაგრამ ხედავთ რომ მათ არ აინტერესებს ეს დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან, თავისუფალი სამყაროს მხრიდან აღიარება. კი, უნდათ რომ დაელაპარაკონ და თქვა რომ აი მაინც გველაპარაკებიან, მაგრამ ამავე დროს ყოველ დღე აგინებენ დასავლეთს, ყოველ დღე აგინებენ მათ წარმომადგენლებს აქ. აი ხა მაგალითად საფრანგეთის ელჩი სრულად ახალი ჩამოსულია. თქვენ კარგად მოგეხსენებათ ყველას, რომ თავისთავად ცხადია, ყოველთვის ასე იყო, ეს ელჩები დასავლეთის ქვეყნებიდან ხდებოდნენ NGO-ს წარმომადგენლებს, ხდებოდნენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს და რასაკვირველი მედიის წარმომადგენლებს. რამხელა ხმაური ატეხეს იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. თან ატეხეს ისეთმა მედიებმა, რომელიც მაგალითად იმედმა, რომელიც თვითონაც ესწრებოდა ხოლმე ესეთ შეხვედრებს წინათ, უბრალოდ ეხლა არ მიიწვიეს და ეს არის სხვათა შორის როგორც ჩანს, ბევრი არ მიიწვია, ძალიან მცირე იყო რაოდენობა მიწვეული სტუმრებისა, რომ ალბათ უფრო სერიოზული საუბარი ყოფილიყო იმ პრობლემებს, რაც აქვს ქართულ მედიას, მაგრამ ნუ აი პროპაგანდა იქნება, რომ ხედავ რაღაცა საიდუმლოდ შეხვდა. საგიჯეთში ვიმყოფებით მართლა. მე სურათი იყო წინათ თუ გახსოვთ NGO-თან დაკავშირებით რაღაც სახლის. თუ ვინმე მარიცის რომ იქა საფრანგეთის ელჩის რეზიდენცია, ვერც ვერასოდეს მომხდა. სრულიად ახალი ჩამოსულია ელჩი, მაგრამ ზაფხულში ჩამოვიდა და რასაკვირველია გაცნობა უნდა ადამიანების აქ რომ იცოდეს რომ რეალური სურათი შეიქმნას თუ რა ხდება. ხო რა არის ახლა ამაში განსაკუთრებული და რატომ უნდა მოახვიოთ ამას რაღაცა ისეთი უცხოელებს ხვდებიან და ასე შემდეგ. საოცრებაა პირდაპირ. გერმანიის ელჩს რას უშვებია? გერმანიის ელჩი, ევროპის ელჩი და ასე შემდეგ. გერმანიის ელჩი ხო ყოველდღიური გინების საგანი გახდა საერთოდ, ხო? ხო, და ნუ დღეს ამ დღეებში გაფართოების შეხვედრა არის ფორუმი ევროკავშირში, სადაც ჩვენ არა ვართ მიღწეული და ეს უკვე აღარ სადარდებს საქართველოს ხელისუფლებას. არადარდებს კი არა, მიზანი არის ესა. უკრაინა უკვე შემდეგ ეტაპზე გადადის, ალბანეთთან მალე გაიხსნება მოლაპარაკებები და ასე შემდეგ. ბალკანეთის ქვეყნები, მოლდოვა, უკრაინა ჩვენ აღარ გვახსენებთ. დავალებას ასრულებენ, დავალება არის რომ ჩაშალონ ყოველგვარი ურთიერთობა ევროპასთან. ისე გააფუჭონ რომ ჩვენ წლები დაგჭირდება ამ ურთიერთობის აღდგენისათვის ნორმალურ მდგომარეობაში გადაყვანისა, მას შემდეგაც ალბათ რაც კოცობა წავა. ხო, ეგ ერთი თემა არის, მაგრამ მეორე თემა არის, რომ ამ ვითარებაში ჩვენ შეიძლება აღმოჩნდეთ ყველა ამ პროცესებიდან გარიყული, ხო, მანამდე. ფაქტობრივად გარიყულები ვართ. რეალურად დღეს როიტერმა დაწერა სტატია გამოხდა 5 წუთი ავტოკრატია. ხო, მეც ავტოკრატია მე თუ მკითხავ, მაგათ კიდე ოპტიმისტური ისაა. ავტოკრატია და დამდგარია. ეგ რომ წავიკითხე, მეგობარს მივწერე კიდეც, რომ ამათ კიდე რაღაცა ოპტიმისტურად უყურებენ და ფიქრობენ, რომ კიდე 5 წუთი დაარჩათ. არა, ავტოკრატიული არის სისტემა უკვე და ყველაფერი მიდის საბოლოო დიქტატურისაკენ. ხო, ამ ხავარ კითხვა რაც შეება აკითხარეს ადამიანებს, Facebook-ზე დავწერე, როცა ეს ემიგრანტების თემა აკრძალეს, რომ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი მეთქი ხელისუფლების. ხო, უკვე გამოცნობაზე ვარ, ასე ვთქვა და ერთმა ადამიანმა, რომელიც აქციებზე დგას ყოველ დღე, დამიწერა, რომ ეგ კი არ არის საკითხი, ჩვენ რა ვქნათ ეს არის საკითხი. ეს არის ძალიან კითხვა მართლაც ეს არის, ხო, რა უნდა ქნა საქართველოს მოქალაქემ ამ ვითარებაში, როცა ასე ღიად უკვე შეიძლება ხვალ ამოვჩეს დიქტატურაში. ეს სტრუქტურები, რომელიც ჩვენ გვეგონა რაღაცნაირად მაინც მუშაობდნენ და იმედი იმისია, თქვათ იგივე NGO-ები რო კარგად ფუნქციონირებენ, სამოქალაქო საზოგადოება რო არის. იმედი ამისი იყო იმის გამო, რომ გვეგონა რომ ჩვენს მაინც ილუზია არსებობდა, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე რაღაცა მინიმალურ წესებს დაიცავს. როდესაც ისინი გავიდნენ ყოველგვარი სამართლებრივ ჩარჩოებზე აღავლაპარაკვა ელემენტარული ადამიანური ქცევის წესებიდან, უკვე ძალიან გაჭირდა რაღაცნაირად
პოლიტიკის ჩამოყალიბებაში არ გულისხმობ პირველ რიგში პოლიტიკოსების მიერ ჩამოყალიბება, საზოგადოების მიერ რაღაცა პოლიტიკის ჩამოყალიბება იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოვიქცეთ, იმიტომ რომ მართლაც აი დღე არ გადის ისე რომ რაღაცა აი ახალი ანტიდემოკრატიული, ანტიჰუმანური, ანტიადამიანური რაღაცა კანონ პროექტი, აზრი არ გაჟღერდეს ხელისუფლების მხრიდან და გვიწევს ამაზე რეაგირება, ამაზე მსჯელობა. ზოგი ამბობს ხოლმე რომ არც უნდა ვიმსჯელოთ ამაზე, მაგრამ უნდა ვიმსჯელოთ, იმიტომ რომ ეს თემებია, რასაკვირველია. და ძალიან ჭირს რაღაცა გარკვეული პოზიციის ჩამოყალიბება ასეთ შემთხვევაში რა გავაკეთოთ. და გარკვეული ახლა ცხადია რომ არის განწყობა საზოგადოებაში ისეთი რომ აი ნიჰილიზმი უნდა დაითესოს ხო ბელშემოე შეეპარა აბსოლუტურად იმიტომ რომ თითქოს და მიზან მიმართულად ხდება. მიზან მიმართულად ხდება, რომ ვერაფერს ვერ აკეთებ. ეხლა მაგალითად ადამიანები, ეხლა პროტესტს რო დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო, ვიცით, ხო? აი ყოველდღიურ პროტესტს და თავდადებას ადამიანებისა, რომლებიც პროტესტზე გამოდიან. და რასაკვირველია მიზანია რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი გამოვიდეს, მას შემდეგ რაც რუსთაველის გადაკეტვა ფაქტობრივად აკრძალეს და შეუძლებელი გახდა, მას შემდეგ რაც მოძრაობა დაიწყო ამ პროტესტმა, მარშმა, საპროტესტო მარშმა, უფრო მეტი ადამიანი შეუერთდა ამას, რაც თავისთავად ძალიან კარგია, მაგრამ ეს ერთი მხარეა, რომელსაც ძალიან უნდა გაუფრთხილდეთ და მოვუვალოთ, მაგრამ მეორე მხარეა, რომ რაღაცა გარკვეული ნაბიჯები წინასწარ უნდა შევიმუშაოთ, როგორ მივდივართ აქეთკენ. პრობლემა არის, რასაკვირველია, ვინ უნდა შეიმუშაოს ეს. იმიტომ რომ ამ პროტესტში ბევრი ადამიანია ძალიან. ათასობით ადამიანის შეკრება და ასე შემდეგ საკმაოდ რთულია. ლიდერები არ არსებობენ ფაქტობრივად. ხო, ხედავთ, თავის დროზე იყო ნაწილი საზოგადოების, რომელიც ამბობდა, რომ ლიდერების გარეშე რო სწორედ ეს არის კარგი, მაგრამ ეხლა საზოგადოება მიხვდა, რომ ლიდერები საჭიროა. მეორე მხრივ, რა ქვია, ბევრი აგინებს ხოლმე ამ პოლიტიკოსებს, ეს პოლიტიკოსები ციხეში სხედან. ეს პოლიტიკოსები რატო მაგალითად ეხლა მართლა რა ქვია, აქეთ რომ მოვდივარ გამახსენა, აი რატო ზის პაატა მანჯგალაძე მაგალითად ციხეში? ხო, გაურკვეველია სრულიად. რაღაც 4 ოქტომბერს თუნდაც რაღაცა ის გაკეთება უნდათ. შესანიშნავად ვიცია, რომ პაატა მანჯგალაძე არ უნდა. სხვები პოლიტიკოსები სხედან ციხეში. და ძალიან რთულია მდგომარეობა ამ თვალსაზრისითაც და არც მათ გამოშვებას არ აპირებენ როგორც ჩანს. პოლიტიკოსებს ციხეში სხედან, დამატებას უპირებენ სასჯელის, როგორც ნახეთ, ახალი ბრალდები წაუყენეს, პარტიებს აუგზავნებთ თუ ამბობენ ფაქტობრივად საშუალებას არ აძლევენ საზოგადოების ჯგუფები. ხო, ფაქტობრივად ყველაფერს თიშავენ, საოცარი ტემპით მიდის წინ მართლა ნაბიჯები, აი ნახტომით მივდივარ დიქტატურისაგან. სხვას კი არაფერს არ ქვია დიქტატურა. აი რაც ახლა ჩვენს თავს ხდება, ეს არის დიქტატურა. და ავტოკრატიამდე ხუთი ნაბიჯი არ არის, ავტოკრატია უკვე არსებობს აქ და ეს კარგად უნდა გავიგოთ. ბრძოლა არის უაღრესად რთული ასეთ პირობებში, როდესაც მართლა ეს დრაკონული ჯარიმებია. არაფერი ისევ რაღაცა დისიდენტური მოძრაობის ადგილი თუ რჩება მხოლოდ როგორც აბსოლუტური. დისიდენტური მოძრაობა მე ძალიან მეშინია მართლა. სრულიად გულახდილად გეტყვით. მართლა ძალიან მეშინია, რომ აქ რაღაცა ჯგუფებში ადამიანების გაჩნდება აზრი, რომ ტერორისტული აქტები უნდა ჩაიდინონ. და აი მე რას ვაკეთებთ მართლა ძალიან რთული მდგომარეობა იქნება რა ქვია ამ ხელისუფლებას ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას გონია რომ ესე ადვილად შერჩებათ ყველაფერი და არ შერჩება. იმედია აქამდე არ მივალ. იმედია მაგრამ ასე თუ გააგრძელა ამ ხელისუფლებამ არაფერი არ არის წარმოუდგენელი რომ მეორე მხარეზე დაიბადოს ისეთი აზრები რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში სასწრაფოთი ნაბიჯები რომელსაც წინააღმდეგობას აქამდე რაღაცნაირად უძლებდით მართლაც ექსტრემალურად მშვიდობიანი იყო ეს პროტესტი და ეხლა უბრალოდ აი მით დავიწყე რომ აი ეს როცა მოძრაობს ეს საპროტესტო მარში ადამიანებს უკვე ტროტუარზე გავლის უფლებას არ აძლევენ. რაზე საუბრობთ საერთოდ? და აქ არიან ვიღაც ადამიანები, რომელიც კიდე ამბობენ, რომ ხო, ეს არია და კარგია. მე მახსოვს მართლა საბჭოთა დროს, ხო? იყვნენ ადამიანები, რომლებიც ასე ამბობდნენ ხოლმე, რომ ხელისუფლება მიცის როგორც იქცევა და ამიტომაც ჩვენ ხმარ უნდა ამოვიღოთ, არაფერი არ უნდა თქვათ. აი ეს ვერ გაიგეს ადამიანებმა, მიუხედავად იმისა, რომ ამისი ყველანაირი დანახვის საშუალება არის, რომ
ყველა მოქალაქეს შეეხება ის. აი ყველაზე გაჩუმებული რო ახმას აი ხა ემიგრანტებს საერთოდ შეიძლება არ ეგონოთ გუში რომ რამე შეეხებოდა. ეხა უთხრესო თქვენ ფაქტობრივად კი ხართ ფორმალურად საქართველოს მოქალაქის უფლება ჩამოართვეს მათ, ხო? და თან და ესე დაცილვით ამბობენ ჩამოვიდნენ და მიიღონ აქ მონაწილე რა პრობლემაა? არის პრობლემაა და ძალიან სერიოზული პრობლემა ყველასათვის გასაგებია, მაგრამ აი ეს ზიზღი საკუთარი მოქალაქეებისადმი, რომელიც აი ამ ძალაუფლების მიმტაცებელთა შორის არის წარმოუდგენელი. ხო, და თქვენ ახსენეთ ლიდერები, ახსენეთ რომ პოლიტიკური პროცესი არის ფაქტობრივად ჩიხში შესული. პოლიტიკური პროცესი, საზოგადოებრივი პროცესი, ყველაფერი შეჩერებული. ფონზე ჩდება ეჭვი რომ ამ ყველაფერს აკეთებს, იმიტომ იგივე საარჩევნო კოდექსში ეს ცვლილებები რომ გაზაფხულზე შეიძლება დანიშნოს არჩევნები. გაზაფხულზე აი ამას როგორ უნდა უპასუხოს ამ პოლიტიკურმა სპექტრმა, ამ საზოგადოებრივ ადგილ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ბევრმა, ხო? ხო. აქ თუ ასეთ ვითარებაში შევხვდით რომ პარტიები აკრძალული, ემიგრანტების უმეტესობა ყველაფერი აკრძალული აი რა როგორ შეიძლება შეხვდე ამას? ანუ ერთ-ერთი მიზანი შეიძლება ხელისუფლებას ჰქონდეს რომ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ხო, საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღოს, შექმნას ილუზია იმისი რომ აი ხო არ მოგეწონათ რა ქვია საპარლამენტო არჩევნები ახალი ჩავატარეთ, ამ დროს პარტიებს არ მისცემენ საშუალებას რომ მიიღონ მონაწილეობა, დაკვირვება შეუძლებელი გახდება ამ არჩევნებზე. ანუ ჩატარდება როგორც ტოტალიტარულ ავტოკრატიულ სახელმწიფოებშია ხოლმე არჩევნები, როდესაც გარანტირებული არის შედეგი. ანუ 100%-იანი გარანტია უნდა შედეგისა, იმიტომ რომ სხვათა შორის ბევრი ამბობს იმასთან დაკავშირებით, აი 24-ში ვერ მივახციეთ, რაც გვინდოდა რომ რა თქვა ოპოზიცია უმრავლესობა ხმებისა მიეღო, ხო? მაგრამ მეორე მხრივ არ დავავიწყოთ, რომ მათ ვერ მიაღწიეთ, მათ დასახულ მიზნებს, მათ ჰქონდათ ეს მიზანი მრავალჯერ უთქვამთ, რომ უნდათ ეს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღწევა. ვერ მიაღწიეს წარმოუდგენლად რთულ პირობებშიაც კი ოპოზიციისა და საერთოდ საზოგადოებისათვის, რომელიც ამას აპროტესტებს და ცუდად უყურებს, მიუხედავად აი ამ ტოტალური გაყალბებისა, მიუხედავად ტოტალური ზეწოლისა საზოგადოებაზე, მაინც ვერ მიაღწიეს თავის მიზანს და ახლა უნდათ ამის გაკეთება. ეს ყველაფერი მართლა მე როგორც გერმანიის მცოდნეს მართლა მახსენებს ძალიან აი ნაცისტების მოსვლას ხელისუფლებაში, როდესაც მას ჰქონდათ უმრავლესობა, თუმცა არა ჩვეულებრივი უმრავლესობაც კი 30%-ზე ცოტათი მეტი ჰქონდათ, მათ ჩამოაყალიბეს, მისცეს საშუალება რომ ჩამოეყალიბებინათ მთავრობა და ერთი წლის განმავლობაში აქ უზურპაცია მოახდინეს ყველა. ტოტალური უზურპაცია მოახდინეს. ზაუფლებს ამას ქვია ძალაუფლების ხელში ჩაგდება, კაი სიტყვა არის გერმანში Machtergreifung. ხო, კი ბატონო და შეიძლება ამ გზით მივდივარ უფრო რბილი მეთოდებით ასე ვთქვათ. ხო, თუმცა რამდენი რბილი მეთოდები რა აგითხრა, რა ქვია, როდესაც თქვენ კოლეგებს, რა ქვია, ფაქტობრივად სასიკვდილოდ წირავენ, კისერს უტრიალებენ, რა ქვია, თავში რაღაცას ურტყავენ. უბრალოდ ხო შემთხვევითია, რომ ჯერჯერობით არავინ არ მომტა. ადამიანს როდესაც სახეში რამდენიმე პოლიციელი ურტყავს წიხს და აი ეს რომ საზოგადოებაზე არ მოქმედებს ფართო საზოგადოებაზე არ მოქმედებს, ძალიან ბევრი სმეტყველია, რამხელა კონფორმიზმი არის ამ საზოგადოებაში კიდე და თვალის დახუჭვის სურვილი და იმისი ილუზია, რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად ჩაევლისა და ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდება. ცხოვრება ჩვეულებრივად აღარ გაგრძელდება სამწუხაროდ. სანამ ეს ხელისუფლება იქნება სათავეში, ცხოვრება იქნება წარმოუდგენლად რთული. ერთი ჩვენი მაყურებელი გეკითხება ლაივზე, როგორც ჩანს, ამ ხელისუფლების მომხრე არის, მამაშენს მოეწონებოდა შენი აზრები? მამაშენს მოეწონებოდა ჩემის აზრით, რასაკვირველია ჩემი აზრები. მამაჩემი იქნებოდა პროტესტის მოძრაობის ერთ-ერთი თავარი იდეოლოგი, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ძალიან მოხუცი იქნებოდა და ისე როგორც საბჭოთა დროს იყო, როდესაც აი ეს მოქალაქე სავარაუდოდ მაშინაც გაჩუმებული იყო და ხმას არ იღებდა. ან მერე როდესაც დაინახა, რომ ეროვნული მოძრაობა, რა ქვია, ცოტათი გაძლიერდა, შეიძლება ეროვნულ მოძრაობაშიაც იყო. საერთოდ ძალიან საინტერესოა, რომ ბევრი ეროვნული მოძრაობა და სად არიან დღეს. მამაჩემი საშინად განიცდიდა სხვათა შორის, რა ქვია, როცა აი ამ დეგრადაციას ხედავდა ადამიანებისა, რომელთანაც ერთად ეგონა რომ ერთად იბრძოდა მათთან ერთად, კი? გასაგებია, მადლობა დიდი. კი ბატონო, და მზად ვარ ყოველთვის ასეთ პასუხებსაც გავცე ხოლმე
პასუხი, იმიტომ რომ ეს ყოველთვის საინტერესოა. კი ბატონო, მადლობა დიდი. ლაშა ბაქრაძე იყო ჩვენი სტუმარი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე. ჩვენი შემდეგი სტუმარი იქნება უკვე პოლიტიკოსი აკაკი ბობოხიძე, ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი და მართლა ერთად განვიხილავთ ხელისუფლების ბოლო გადაწყვეტილებებს. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ ფაქტობრივად ემიგრანტებს ჩამოართვა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ეუბნება თუ გინდათ, რომ იყოთ საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეები, ჩამოდით და ადგილზე მეეცით ხმა საქართველოში ჩამოდითო, ერთხელ შეგახსენებთ, სადღაც მილიონამდე ადამიანია გასული საზღვარგარეთ. თეორიულად თუ წარმოვიდგენთ, რომ ამის ნახევარმა მაინც მოინდომა საქართველოში ჩამოსვლა არჩევნების დღეს, ან ერთი კვირის განმავლობაში, ხვდებით ალბათ, რომ თეორიულადაც შეუსრულებელია რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი ქვეყანაში შემოვიდეს რამდენიმე დღის განმავლობაში. ეს ფაქტობრივად ნიშნავს, მაქსიმალურად შეზღუდვას, მიუხედავად იმისა, რომ ისედაც ბევრი არ იღებდა მონაწილეობას. მივესალმები აკაკი ბობოხიძეს, გამარჯობა მაგალითად. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და როგორ შეაფასებთ ამ გადაწყვეტილებას? რაში დაჭირდა ეს ხელისუფლებას? ასე დავსვათ კითხვა. 30000 კაცი იღებს მონაწილეობას მხოლოდ ბოლო არჩევნებში და რაში დაჭირდა? იცი რა არის, მე რა ბევრჯერ მithქვამს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ბევრჯერ ვცადეთ ქართული ოცნების მოქმედების ლოგიკის გააზრება, მაგრამ ვერასდროს სწორად ვერ გამოვიცანით, თითქოს არაფერში. უფრო მეცაც გეტყვი, მე ამ პროცესს უყურებ როგორც ქართული ოცნების როგორც ანტიქართული ძალის ბუნების გამოვლინებას. სხვა არანაირ მნიშვნელობას მე მას არ ვანიჭებ, იმიტომ რომ არათუ ემიგრანტებს, შენ, მეც და ქართული ოცნების ამორჩეველსაც კი ჩამორთმეული აქვს სინამდვილეში ხმის უფლება და რას გულისხმობ. როდესაც ხმის მიცემის მიხედვით არ დგება შედეგი, იქ მათ შორის არც ხელისუფლების მომხრეების ხმები არ არის გათვალისწინებული. რატომ? იმიტომ რომ რაც მიიღეს იმას კი არ წერენ, რაც უნდათ იმას წერენ. რაც უნდა იმ შედეგს აყენებენ და ასეთ შემთხვევაში უბრალოდ ხმები დაკარგულია და არჩევნებში მონაწილეობა არის მხოლოდ ფორმალური პროცედურა და იქნება თუ არ იქნება ოპოზიციას. მაინც ხო და რაც ყველაზე უფრო მთავარია. ოფიციალურეს ახლა ხო ფორმალურად კანონში ჩაწერეს რომ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ვერ მიცემთ ადგილზე ხმას. და შესაბამისად ბევრი გააბრაზეს, მე წავიკითხე ხარ რამდენიმე კომენტარი ისეთი ხალხიც კი რომელიც აქამდე ოპოზიციად არ იყო გამოწყობილი. და ეს კითხვა რაში დაჭირდა? თვითონ არჩევნების 3 წლის მერია ოფიციალურად. მე რა ვთქვი წეგან. ძალიან ეს ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, ოღონდ უნდა ვიმსჯელოთ როგორც კიდევ ერთ გამოვლინებაზე ქართული ოცნების როგორც ანტიქართული ძალის ბუნებისა. ამ გამოვლინებაზე, რაც შეეხება იურიდიულ წიაღსვლებში შესვლა საჭირო არ არის ერთი მარტივი მიზეზის გამო. მომავალი არჩევნები, რომელშიც ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას, იქნება მხოლოდ საერთო კონსენსუსის საფუძველზე. და აი ეხლა ბევრს გაუჩნდა აზრი, რომ ეს იმიტომ იჩქარეს, რომ გაზაფხულზე უნდა თუ ადამიანელი არჩევნების დანიშნა. მე რა ტერმინებს ახლა უნდა მივაქციოთ ყურადღება. ნებისმიერ დროს, ნებისმიერი არჩევნები, მათ შორის 2028-ში ან მომავალ წელს არჩევნები ჩატარდება მხოლოდ მაშინ და ოპოზიციური პარტიები მხოლოდ მაშინ მიიღებენ მონაწილეობას, თუ ის იქნება საერთო კონსენსუსის საფუძველზე მიღებული. ქართული ოცნება რა ჩაატაროს რა ვქნათ, რო ჩაატარა ადგილობრივი. მაინტერესებდა კითხვა ეს მაგრამ ყველასთვის გასაგები იქნება რომ მიზანი არის აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. რას ფიქრობთ ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც აკრძალული არ იქნება, უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში? თუ დაინიშნა? ჩემი აზრით არ უნდა მიიღოს. ოღონდ რომც მიიღოს ისე როგორც მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და მე ყოველთვის ვამბობდი რომ ეს არის დიდი შეცდომა ლელოსა და კახარიას მხრიდან და არჩევნ პოლიტიკურ პარტიებზე უბრალოდ არაფერს არ ვამბობ, იმიტომ რომ ეს ორი მსხვილი მოთამაშე იყო, მსხვილი პოლიტიკური აქტორები იყვნენ ბოლო საარჩევნო შედეგებით. ეს ორი და იმ 4-დან რომელმაც ფორმალურად გადალახა ბარიერი და რომელიც მნიშვნელოვანია, რომელთა კონსოლიდირებული, კოორდინირებული მოქმედება მნიშვნელოვანი იყო ჩვენს პარტნიორებთან, რომ ყველანი ერთად წარდგარიყავით, როგორც ქართველი ხალხის სრულფასოვანი წარმომადგენლები, იმიტომ რომ ცალ-ცალკე არა ვართ სრულფასოვანი წარმომადგენლები. ცალ-ცალკე ყველანი წარმოადგენთ მხოლოდ ნაწილს საქართველოსას და არც თუ ისე ბევრს, იმიტომ რომ 4-ზე გაყოფილი თითო პარტიას მე-4-დი აქვს ხო ხმების მიღებული მეტრაკლები პლუს მინუსით, ხო, სადღაც პროცენტი, 2% იყო მაქსიმუმ განსხვავება. ამიტომ ჩვენს ერთობას ქონდა მნიშვნელობა
და აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ლელოს და გახარიას პარტიის მონაწილეობის მიღება არჩევნებში მგონია შეცდომა, ამ შეცდომამ ის ცუდი შედეგი, რომელიც შეიძლებოდა მათ მონაწილეობას გამოეწვია, არ გამოიწვია, ის არჩევნები აღიარებულ არ იქნა. ზუსტად ასევე მიიღებს თუ არ მიიღებს მონაწილეობას ოპოზიციის რომელიმე ნაწილი. არჩევნებში, რომლებსაც არ ექნება დემოკრატიულობის მაღალი ხარისხი, რომელსაც არ ექნება სანდოობის მაღალი ხარისხი, არ იქნება აღიარებული იმ სივრცის მიერ, რომელშიც გაწევრიანება ჩვენ გვინდა. ყოველთვის მოიძებნება მსოფლიოში რომელიღაცა ქვეყანა, რომელიც არჩევნებს აღიარებს. უფრო მეტსაც გეტყვით, ხელისუფლებას აღიარებს მიუხედავად იმისა, საერთოდ რო არჩევნები არ ჩაატაროს. ბოლოს და ბოლოს მადუროს აყავს ხო პარტნიორები მსოფლიოში და კი იმას რა ქვია, ჩრდილო კორეას. ამიტომ ეს ხელისუფლება ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა არსებობს, ოღონდ იმ სივრცისთვის, საიდანაც ჩვენ მივისწრაფით, იმ სივრცისთვის, რომელიც ქართული ხალხის ნამდვილი გულშემატკივარი და პარტნიორებია, ეს ხელისუფლება არ არსებობს და არჩევნები მათ მიერ ჩატარებული არჩევნები არ იარსებებს მერაბ. თუ ის არჩევნები არ იქნა სამართლიანი, არ იქნა სანდოობის ხარისხი მაღალი და რაც თავარი არ იქნა პოლიტიკური კონსენსუსი, რომელშიაც ქართული ოცნება იძულებული იქნება წამოვიდეს დათმობებზე, ან უფრო მეტიც და უკეთესიც ქართული ოცნება საერთოდ არ მიიღებს პროცესებში მონაწილეობას. ამას არ ველოდები. აი ეს სხვა თემაა და ვიმეორებ, ახლა მე ახლა 28-ში გვაქვს და რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ გამოაცხადეთ, მათ შორის ჩემმა პოლიტიკურმა პარტიამაც, რომ აი 28-ში გვაქვს მიტინგი. მე მგონია, რომ პოლიტიკური პარტიები ძალიან გავერთეთ ქვეყნის შიგნით აი მიტინგების, ესე ვთქვათ, დაორგანიზებით, რომელიც სინამდვილეში თავისთავად ორგანიზდება. სამოქალაქო ჯგუფები აორგანიზებენ, უბრალოდ ხანდახან მახსენდება ხოლმე პარკვარე თუთაბერი იმას ჯარსო ჩაუდგება წინ. ეს ჯარი არსებობს ქვეყნის შიგნით. ამიტომ მე პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებდი, რომ მოდი იმ სფეროში გადაერთონ და გადაიტანონ აქტივობა და თავიანთი ძალისხმევის დიდი ნაწილი, რომელშიც ისინი შეუცვლელები არიან. აქ პოლიტიკური პროცესი, მათ შორის რუსთაველის პროცესი, ჩვენს გარეშე მიდის პოლიტიკური სამოქალაქო საზოგადოების და მეცაც გეტყვი, იქაც არა ეგრეთ წოდებული სამოქალაქო საზოგადოება ვიღაცას არასამთავრობო ორგანიზაციები გონია. არასამთავრობო ორგანიზაციებიც კი არაფერ შუაშია. თვით დაორგანიზებული პოლიტიკური აქტორები და ადამიანები შემოვიდნენ პროცესში, რომლებიც წინვალეთ უძღვებიან თავის საქმეს. ჩვენ გვაქვს სხვა სფერო, სადაც ვართ შეუცვლელები. ეს არის ჩვენს პარტნიორებთან მუშაობა. საქართველოს არასდროს არ უნდა ჩამოვიდეს საერთაშორისო დღის წესრიგიდან და ამას მეტნაკლებად ოპოზიცია ახერხებს. აი ახლა ნახეთ რა ამბებია ხო ატეხილი და ჩაულებრივი აი კომუნისტების დროინდელი თაღლითი გია ვოლსკი გიწერეთას აბრალებს კაც არანაირი განცხადება არ გაუკეთებია ეუთოს ანსამბლეა იყო იცით სადაც წასულია სახალხო ევროპული საქართველოს წარმომადგენელი ბატონი გიგი წერეთელი იმიტომ რომ ევროპული საქართველოს ვართ სახალხო პარტიის წევრი მისი წევრი ასევე ნაციონალური მოძრაობა ოღონდ ორი სხვადასხვა პარტია ვართ ოღონდ ორივე წევრი ამ პარტიისა და ეუთოს ანსამბლეაზე სახალხო პარტიის წარმომადგენლობამ, ანუ ფრაქციამ მიიღო რეზოლუცია და გიგი წერეთელს აბრალებენ, რომ თითქოს მან თქვა, რომ ეუთოს ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია. არა თუ ეგ არ უთქვამს გიგი წერეთელს, ისიც კი არ უთქვამს, რომ სახალხო პარტიის ფრაქციამ რომ მიიღო. იმდენად ტკივა და იმდენად განიცდიან მაგრამ მეორე მხრივ თითქოს არაფერი მათზე არ მოქმედებს ხო რა უკან დახევის თვალსაზრისით რეალურად ამის გამო უკან კი არ იხევენ უარესებს აკეთებენ მე უარესად პასუხობენ ოღონდ ზოგჯერ ხელისუფლებას ეუბნებიან დასავლეთს ეუბნებიან რომ რაც მოგვაწვევით უფრო უარეს გავაკეთებ და ამიტომ ჯობია რომ შეეგუოთ ამ სიტუაციას კი ოღონდ deep state-ი რომელიც თემ სოფლიოს აბრუნებს მართლა ვინმეს ჯერა რომ ამათ ვერ უხერხებს ვერაფერს ეგრეთ წოდებული deep state-ი ამათვის უბრალოდ არცალიათ ჯერ და ჩვენი ამოცანა სწორედ ის არის რომ საქართველოს არ იქნეს ბოლომდე მივიწყებული მათ შორის არ იქნეს იმ შანსების გამო რომლებიც ჩვენ მხისერად აგვიდგება ამათი ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ ადრე იქნება თუ გვიან იქნება საქართველოს არ უნდა იქნეს ამ პროცესებიდან ამოვარდნილი და ამას ახერხებს ქართული ოპოზიცია მეტნაკლებად ოღონდ უფრო ეფექტური იქნებოდა რომ ჩვენ 4 პოლიტიკური ძალა თავისი კოალიციის წარმომადგენლებით რომ ერთიანი პოზიციით მივდიოდეთ. აქედან გახარია საერთოდ გაეთიშა ბრძოლას. დანარჩენ 3-ს
გულისხმობ ნაციონალურ მოძრაობა ერთიანობას ლელოს და ახლებს, რომელიც თავის შიგნით კიდე ცალ-ცალკე იყო, ხო, კოალიცია საკმაოდ ძიმე დამოკიდებულებები და ურთიერთობები აქვს, მათ შორის პერსონალური და მათ შორის პოლიტიკური პროცესებში მონაწილეობის მიღების გამო. ლელო საერთოდ არჩევნებში ღებულობდა მონაწილეობა, დანარჩენი არა. მაგრამ რამენაირად უნდა მოუახერხოთ, რომ ჩვენ ეს ცალ-ცალკე მუშაობა გავხადოთ ასევე კოორდინირებული. უფრო ეფექტური იქნება. ეფექტი ეხლაც აქვს, ოღონდ ექნება მეტი ეფექტი და გარდა ამისა, მე რა ჩვენ აი ეს ფილმი მახსენდება ხოლმე, რა ქვია, რომ აი შენ გამოხვალ სტადიონზე შეაგინებ ჯოტიას და ჯოტია დაამყარებს სოფლიო რეკორდს და წესიერ მეგრელ კაცს ცხენია და ამბობს, რომ როგორ ამდენი ხალხის წინაშე როგორ შევიგინებდი და როგორ მაგერმა რა იციან მეგრულიო და როგორ კაცო არ იციან მაგნებმა მეგრული. არ არის საქართველოს ჩვენ გონია რომ აი თელი მსოფლიო ჩვენ მოგჩერებია თელი მსოფლიო მხოლოდ ჩვენი ცხოვრობ არ ხდება ესე ჩვენზე უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დგას მსოფლიო და ამიტომ აგვიანებს ის გადამწყვეტი ნაბიჯები რომელიც იქნება ამ ხელისუფლების ის ნაბიჯები აგვიანებს აქ ოპოზიცია თქვენ თვითონ თქვით რომ ფაქტორად ჩამოშორებულია ხო აქტიურ პოლიტიკურ პროცესს აგერ რაღაც აქციების ორგანიზებით ხავართ დაკავებული რომელსაც ისედაც ორგანიზდება ანუ პოლიტიკური აქტორები დღეს არიან პოლიტიკურ პროცესს ქმნიან ხელისუფლება ერთი მხრივ მეორე მხრივ ხალხი რომელიც ქუჩაში დგას და პოლიტიკური ოპოზიცია რეალურად შიდა პოლიტიკაში გამქრალია მე გამქრალი კი არ არის ის იმ პროცესში რაც პროცესიც მიდის ჩვენზე უფრო კარგად აკეთებს სამოქალაქო საზოგადოება თვით ორგანიზებადია ამიტომ ვამბობ რომ ჩვენ აქცენტი რამდენჯერ მithქვამს შენთან საუბარში რომ მე დღეს ძალათა თანაფარდობას ჯერ კიდევ არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვამბობდი რომ ძალათა თანაფარდობას ფიზიკურ ძალათა თანაფარდობას ვერ ხედავ ოპოზიციის სასარგებლო და ხალხის სასარგებლოდ ან გაბრაზების ან აღშფოთების დონე არ არის ისეთი რომ აი როგორც 2012 წელს იყო ან 2009-ში კომბლებით აქეთ ხელისუფლებას რო დაგზდებდა ხალხი მათ შორის იმის გამოც რომ ხელისუფლება ამათთან შედარებით სინამდვილეში სხვა ამოცანები ჰქონდა და მიუხედავად იმისა რომ ძიმე ხელისუფლება ვიყავით საბოლოო ჯამში მაინც ანგარიშს უწევდით და ვცდილობდით დემოკრატიის რაღაც ჩარჩოში დარჩენილიყავით გარეგნულად მაინც ქართული ოცნება ამბობს რომ არ მაინტერესებს არავის არ გაუწევ ანგარიშს არც დასავლეთში არც დემოკრატიის ჩარჩოში არ დავჩენ ამას ამბობს აბატიე მაგრამ შენზე არ იქნება დამოკიდებული როდესაც შენთვის მოიცლიან გაუწევს კი არა მეციზამენ ოღონდ ჯერ აი ეგრეთ წოდებული სანქციების სინამდვილეში მიასედიც კი არ არის ჯერ მოქმედებაში მოყვანილი ჯერ მხოლოდ იდეების დონეზეა ჯერ მხოლოდ დაპირებების დონეზეა მეცაც გეტყვი ოპოზიციის დამსახურებაა რომ ჯერჯერობით ვიზა ლიბერალიზაცია შეწყვეტილი არ არის საქართველოს მოსახლეობისთვის და მიუხედავად იმისა რომ ქართული ოცნება ამას ბრალადებს მას რა ქვია ოპოზიციას რომ ისინი ქართველი ხალხის წინააღმდეგ მუშაობენო პირიქით არის მაქსიმალურად ცდილობს ოპოზიცია მაგრამ მე პირიქით გონია რომ იცოდე რა თუ ჩვენ აუცილებლად უნდა რაიმე ცვლილების გამოსავალს ვერ ხედავთ როგორ ამ ეტაპზე დროის ამბავია მე რა ამ ეტაპზე რა იყო ხედავს ვინმე არა არ იქნება არანაირი ცვლილება ჩვენ გველოდება წინ ხანგრძლივი ბრძოლა თუ ქართულმა ოცნებამ რამე ისეთი ნაბიჯი არ გადადგა რომელიც ხალხში მყისიერ აფეთქებას გამოიწვევს და აღშფოთებას გამოიწვევს ისე როგორც გამოიწვია 28 ნოემბერს კობახიძის განცხადებამ და მერა პროცესებს შევხედოთ ახლა მე ეს დავა მქონდა სხვასთან პოლიტიკური პარტიის რამდენიმე ლიდერთან რომელიც ფიქრობდა რომ რევოლუციური განწყობები იყო საქართველოში და აი არჩევნების გაყალბების გამო გაბრაზების გამო და მათ ვეუბნებოდი რომ მე ამას ვევგრძნობ არ ვიცი ყველაფერი გამომივლია ხო ამ ქვეყანაში 88 წლიდან მოყოლებული ყველაფერი და ვერ ვგრძნობ მეთქი არ ვართ ამ წუთში ინფორმაცია არც ერთი ჩვენთაგანი რომ პოლიტიკური პროცესის მართვა შევძლოთ არა ახალგაზრდები ქუჩაში სანამ ვერ გახსოვს ჩვენ დავიწყეთ რაღაც პოლიტიკური პროცესები პარტიებმა არ მინდა ახლა ინიციატორები დავასახელო და არ წავიდა ეს წარმატებებით ხო აი გადაიკეტა ჭავჭავაძის გამზირი კობახიძის განცხადებას მოყვა ხალხის აღშფოთება. აი რა რჯიდა თითქოს ხო კობახიძეს? რა მოიგო გარდა იმისა, რომ ხალხი გადაიხიეს და ჩვენ ვარ შეგვიწყვეტია ევროკავშირმა თვითონ შეწყვიტა ამბობ. ყოველ შემთხვევაში რას დაუშვებს სხვა ქართული ოცნებას შეცდომას მე არ ვიცი და რომელმაც შეიძლება აფეთქება გამოიწვიოს. მაგრამ ჩვენ უნდა გაანალიზებადი და პროგნოზირებადი, ესე ვთქვათ,
მომავლით უნდა ვიხემძღვანებოთ. ვიმეორებ, რომ ჩვენ შეგვიძლია უფრო ეფექტურად მუშაობა და იმ ეფექტურ მუშაობასაც დროში გაწელილი შედეგი ექნება. არ ექნება ესე მყისიერი ჯადოსნური ჯოხივით დავიქნიოთ. ქართული ოცნება ხვალ რო არჩევნები ჩატარდეს, აი ამბობ შენ იმაზე შემოდგომაზე. ჩვენ ლელოსთანაც რა დავა გქონდა. დავა გქონდა ორ რამეზე. სხვადასხვა შეიძლება მონაწილეობა მიიღო და კიდევ ერთხელ აჩვენო ამათი არადემოკრატიული სახე. ოღონდ მე რამდენად უნდა ვაჩვენოთ, აღარ ჭირდება 20-ში, როცა ჩვენ ევროპული საქართველოს საუბარია შეიძლება მოწვა მიიღო და არ ვიცე ისევ საშუალება რომ საკონსულტაციობა აიღო. ხო და აგაშენა. ამდენად არის ეს მიზანი, შეიძლება იყოს. არა, გამორიცხულია შენ როგორც მაგმის გამარჯვებას კი არ დაისახავ მიზნად, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აიღოს. არ ავაღებინო და მე მეორე აქვს კი ეს ამოცანა ქართულ ოცნებას რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩანიშნავს ახლა ადგილობრივ. არ ვიცი. რატო ჩანიშნავს? იქნება სწორედ იმიტომ რომ ვიღაცა მონაწილეობა მიიღოს და ლეგიტიმაციის საფუძველი შეიქმნან. იმიტომ რომ ამბობენ რომ ქართულ ოცნებას უნდა აი ეს მუხლი ამოიღოს იმიდან კონსტიტუციიდან და დღეს რაში უშლის ხელს რომ ეგ მუხლი არის? რა მუხლის ამოღებაზე არ ამონია იყოს მხოლოდ საუბარი. ხო და მეცაც გეტყვი ეგ მუხლი შეიძლება მაინც უშვებ იმედი მაქვს რომ მაინც სადღაც ხოცი წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდაო მიუხედავად იმისა რომ თავიდან ბოლომდე პრორუსები არიან იმათანაც მინდათ რომ რაღაცა ასე ვთქვათ თავისის დაცას ცდილობდნენ და ეგ მუხლი შეიძლება რომ აი კონსტიტუციაში გვაქვს და რა ვქნათ შეიძლება იმათან არგუმენტადაც კი გამოიყენონ სადმე ოდნავ მაინც თუ დაიცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მათ შორის აფხაზეთის და ვთქვათ სამაჩაბლოს ტერიტორიების აღიარების ან თუნდაც ფედერალური მოწყობის ვთქვათ თვალსაზრისით კონსტიტუციის ცვლილება თუ ოდნავ მაინც დარჩათ ოდნავ მაინც თუ აი რუსული გავლენის ქვეშ ოდნავ მაინც უნდა შეინარჩუნონ შანტაჟისთვის დაჭირდეთ დასავლეთის რომ აი ამასაც ამოვიღებთ ახლა და რა იქნება რომ ამოღებულია თუ არ შეგვიძლია ამოღებულია ხალხო დაუკვირდი რას აკეთებენ კონსტიტუციაში გიგი წერეთელი იცავს კონსტიტუციას ელენე ხოშტარია იცავს კონსტიტუციას ჯაფარიძე ზურა იცავს კონსტიტუციას ნიკამელია ნიკაგვარამია იცავს კონსტიტუციას ისინი კონსტიტუციას იცავდნენ და ცდილობდნენ აეძულებინათ ხელისუფლება დაბრუნებოდნენ კონსტიტუციით განსაზღვრულ პოლიტიკურ კალაპოტში ქვეყანა და რა დაუდეს ბრალად ქვეყნის ღალატით სწორედ იმ მოქმედებების გამო ანუ კონსტიტუციის და ქვეყნის ნამდვილი მოღალატეები სწორედ იმიტომ რომ ძალა მათ ხელშია და ამ წუთში აღმარცხნავს იჭერენ პირიქით კონსტიტუციის დამცველებს ოღონდ ამ ფორმალობას ხო არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დღეს აი ნახეთ მე რატო გითხეთ ახლა რომ რამე უახლოა არაფერი შეხებს არ უშვით დღეს ოპოზიციურად განწყობილ ხალხში ისინი ვინც აქციებზე გამოდის და მაინც ბოლომდე დგას ხო მიუხედავად ამისა არის მაინც ნიჰილიზმი შემოპარული ბევრში მათ შორის ისინი ვინც აღარ გამოდის ქუჩაში რომ ნუ არაფერს აზრი არ აქვს როგორც თქვენ ამბობთ უახლოს მოვალში არაფერს პერსპექტივას ვერ ხედავთ და შესაბამისად რისთვის გამოვიდეთ რისთვის ვიბრძოლოთ მე ეს უახლოს მომავალი ის ამ ხალხს რა შეგიძლია რომ უთხრათ ამ ხალხს ის რასაც ამდენ ვამბობდი პოლიტიკურ პარტიებს რომლებიც შეუცვლელია გარეთ პარტნიორებთან მუშაობა შეუცვლელი იმიტომ კი არ არიან პერსონალურად კი არ არიან უბრალოდ ჩვენს პარტნიორებს საქმე აქვს პოლიტიკურ ინსტიტუტებთან. პოლიტიკური ინსტიტუტები არის პოლიტიკური პარტიები, ისინი წარმოადგენენ ხალხს და არა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. განსაკუთრებით ისინი, ვინც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და მიიღო ხალხის მხარდაჭერა. ამიტომ, როდესაც ვამბობთ უახლოეს პერსპექტივაში ვერაფერს ვერ ხედავთ, რას გულისხმობ ამ უახლოეს პერსპექტივაში? მე რომელიმე განსაზღვრულ დროს არ გულისხმობ. არ ვიცი ეს უახლოეს პერსპექტივა იქნება 1 წელი თუ იქნება 5 წელი. ოღონდ საკეთებელი ხო უნდა აკეთო. ამიტომ ვამბობ, ეს პროტესტი მუდმივად უნდა ჩანდეს. მე რა 5 წელი კიდე დაიდგეს ყოველდღე ხალხი ქუჩაში. 30 წელია კიდე 5 წელი? ამ ეს მესმის პირველივე 5 წელიწადს. მე რა უკვე 1 წელი შესრულება რაც ხალხი ქუჩაშია ყოველდღე. ხალხი ქუჩაშია ყოველდღე მე მინდა მათ უზარმაზარი მადლობა გადაუხადო იმიტომ რომ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშა ამის გამო საქართველოს ოღონდ ჩემი პერსონალური პირადი დამოკიდებულება ყოველთვის იყო ასეთი თუ ვინმე მეცაც აკეთებს მადლობა მათ ოღონდ ის რაც აუცილებელია მინიმალურად აუცილებელია ეს არის პერიოდულად ხალხმრავალი პროტესტები რომ დასავლეთში ნამდვილად ჩანდეს რომ ხო და ამიტომ ვამბობ რომ თუ იმ ადამიანებს რომლებიც მუდმივად დგანან როდემდე ამ კითხვას დასვამენ ვამბობ რომ შეუძლიათ არ დადგნენ
ოღონდ როდღანან უმადურობას კი არ ვიჩენთ, სუდად გამოდის ახლა თითქოს პირიქით მადლიერი ვარ. არა, ისინი ვინც არ გამოდის, მანამ სანამ შეუძლიათ. ხოლო ვინც არ გამოდის, ვიმეორებ, ცდებიან, თუ არ გამოვალთ, ის რაც უნდა გამოვიდეს 1 წელიწადში, დაგვიანდება კიდევ უფრო და 5 წელიწადს გადაიწევს. თუ უფრო აქტიურები ვიქნებით, უფრო მალე მივიქცევთ ყურადღებებს. ამიტომ დამოკიდებულება რამდენ ხანში? მე რა 30 წელიწადია თან ჩემთელი ცხოვრება ვიყავი მაჟორიტარი. არ არის აქ საუბარი რომ საერთოდ რაიმეს იმედი შეიძლება კონდეს ამ სიტუაციაში, როცა ხელისუფლება ყოველდღე უჭერს ორმოში ჩავარდნილ კაცს და ორმოში ჩავარდნილ კაცს გავლენას ვერ ახდენს. მე რა ორმოში ჩავარდნილ კაცს ვერც გარედან. მე რა ორმოში ჩავარდნილ კაცს რამე იმედი შეიძლება კონდეს ამოსვლის. ვიღაცა გამოივლის არა სხვა რა შანსი გაქვს, მე რა უნდა ამოსვლაცადო. არ უნდა დანებდე, იმიტომ რომ იქ ცხოვრება შეუძლებელია, ხო? ამიტომ რაც არ უნდა იფიქრო, რომ შანსი არ აქვს, ცდელობის გარდა სხვა შანსი არ გაქვს სინამდვილეში. შანსი არ აქვს ამოსვლის კი. ბაყაყებით უნდა მოიქცე, ხო? კარაკი რომ მოზილა. ყოველ შემთხვევაში, მე რა, შანსი, ამოსვლის შანსი გაქვს თუ არა, ამაზე კი არ უნდა იფიქრო. ამოსვლის ცდელობის გარდა არ გაქვს სხვა შანსი. მხოლოდ ერთი შანსი გაქვს. უნდა ეცადო გააკეთო ის რაც გასაკეთებელია. ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ გავაკეთოთ ის რაც გასაკეთებელია და კონცენტრირდით ამაზე. და როცა სრულად, აი, როდესაც ზუსტად იგივეს გვეუბნება თქვა, გახარია ხალხი რა შედეგი მიიღეთ. ბიჭო, ჯერ არ დაწყებულა ის პროცესი, რასაც პოლიტიკური ბოიკოტი და არაღიარების პროცესი ქვია და რომელიც დავიწყეთ ჩვენ პარტნიორებთან ერთად. და ამას რო 1 წელიწადში მიატოვეთ და შვას გზაზე შეწყვეთ. მე რასელოდები მაინტერესებს სახლის აშენებას რო ფიქრობ პირობითად ვამბობ 3 თვის განმავლობაში და იმის გამო რომ თქვათ ერთ თვეში ვერ ამოხვედი 1 სართული, ამიტომ საერთოდ უნდა შეწყვიტო? მაშინ ხო საერთოდ ვერ ააშენებ, კაცო. ამიტომ ვამბობ მე რა მარტივ რამეს, პროცესი უნდა გავაგრძელოთ. ის რომ გიგი წერეთელი რომელიც ყოველთვის ცდილობს იყოს ზომიერი. გიგი წერეთელი რომელიც ყოველთვის ცდილობს არ გავიდეს ეთიკის ფარგლებს მიღმა, დღეს ლამის სამშობლოს ტრად გამოაცხადეს, ხო? იმდენად ტკივა და იმდენად განიცდიან მათ შორის არა ეუთოს ასამბლეის, არამედ სინამდვილეში სახალხო პარტიის ფრაქციის ეუთოს ასამბლეაში ფრაქციის მიერ მიღებულ რეზოლუციას. ტკივათ ეს ყველაფერი შეერთებულ შტატებთან მთელი ძალებით ცდილობდნენ მილიონებს ხარჯავენ რომ დაალაგონ ურთიერთობა. სხვათა შორის ამაშიც ეშლებათ. ამათ გონიათ რომ გასაღები ამერიკის შეერთებულ შტატებშია. არა და საქართველოსთან სასიცოცხლოდ აუცილებელი არის ევროპასთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ქართული ემიგრაციის ყველაზე დიდი ნაწილი არის ევროპულ ქვეყნებში. მით უმეტეს ამერიკა კიდევ უფრო ძნელად ხელმისაწვდომი ხდება ქართული ემიგრაციისთვის. და რაც ყველაზე უფრო მთავარია, მე რა წეღანდეს დაუბრუნდები, ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი ცდილობს რომ სანქციები შეეხოს არა საქართველოს, არამედ პერსონალურად ხელისუფლების წარმომადგენლებს. მე მგონია ცოტა აქ ვწდებით მართალი რო გითხრა. რატომ? იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვართ ჩიხში და მგონია რომ რაც უფრო მალე მივადგებით ჩიხის ბოლოს, მით უფრო მალე დავბრუნდებით უკან. როცა პროცესი ჩერდება, დრო იკარგება ბოლომდე გასვლაში და ბოლომდე ის გასვლა რა იქნება? საბოლოო ჯამში მიუხედავად ოპოზიციის ცდილობისა, საბოლოო ჯამში ხელისუფლების შეცდომებზე პასუხისგება მოუწევს სამწუხაროდ ქართულ ხალხს. ბოლოს მაინც ქართულ ხალხს შეეხება ეს ყველაფერი და ადრე იქნება შეეხოს ამას ამბობ? თუ მაინც უნდა შეგეხოს, მაშინ დროის კარგვისის გვაქვს მე რა. მე აქ არ არის ლაპარაკი რომ 60 წლის ვარ და ჩემი დრო მიდის. მარტო ჩემი დრო არა, ჩვენი შვილების დროც მიდის. გუშინ რომ პატარა ბავშვები იყვნენ, დღეს კაცები არიან. და რაც უფრო მალე დადგება დრო ის რომ საქართველოს დაუბრუნდეს თავისი ბუნებრივი განვითარების გზას, მით უფრო მალე დახვდება წინ წასული პროცესი ჩვენ შთამომავლებს. და ეხლა პირიქით მიდის ყველაფერი. ყოველი დაგვიანებული დრო, ყოველი გაჭიმული დრო არის დაკარგვა დროის ჩემთვის, არა მე აწი რაღა მინდა ვიმეორებ 61 წლისა ვარ უკვე. ჯერ არ დაბადებული ბავშვების დროსაც ფრანგავ და რესურსსაც ფრანგავ. იმიტომ რომ თან ერთი რამე დაიმახსოვრე. მე რა დაიმახსოვრე რა ცოტა ისეთი ახლა ისეთი გაგახსენებ კობახიძის ნათქვამს რა. რამდენ ძგინებდნენ ავტორიტარულ და არადემოკრატიულ სახელმწიფოსთან გაქვთ კავშირი ევროპელებს რომ მიმართა და მათ შორის ჩვენს დაგველაპარაკეთ. ხო და ჩვენს დაგველაპარაკეთო. აი ახლა პირობითად ვამბობ, აზერბაიჯანი არ არის ტიპიური ევროპული დემოკრატიის ქვეყანა. სხვათა შორის არც აზიური ქვეყანა არ არის, იმიტომ რომ ის არ არის რელიგიური, ესე ვთქვათ, რელიგიური ფუნდამენტალიზმის ქვეყანა. სამოქალაქო სახელმწიფოა. ომი განსხვავება რა არის, მერაბ?
აზერბაიჯანი შეიძლება იყოს არადასავლური ტიპის სახელმწიფო, ხოლო საქართველოს ყავს ანტიდასავლური ტიპის ხელისუფლება. იმიტომ რომ აზერბაიჯანს ყავს ევროპის გარდა სხვა პარტნიორიც, თურქეთიც. აზერბაიჯანს შეუძლია დაერყნოს მის ბუნებრივ რესურსებს. საქართველოს ხელისუფლება ან იქნება პრორუსული, ან ვერ იქნება ავტორიტარული და ვერ იქნება დიქტატორული. ამიტომ საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანის ხელისუფლებისაგან განსხვავებით იქნება მხოლოდ პრორუსული ავტორიტარიზმის შემთხვევაში. ამიტომ მე ჩემს ევროპელ პარტნიორებს და მეგობრებსაც ურჩევდი, რომ თავიანთ გეგმებში საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში გაითვალისწინონ, რომ მათ ქართული ოცნების სახით აქ ეყოლებათ არა ტოტალიტარული რეჟიმის დამამყარებელი ან ავტორიტარული რეჟიმის დამამყარებელი ქართული ოცნება, არამედ პრორუსული ქართული ოცნება. შეუძლებელია ტიპიური აზერბაიჯანი ან ტიპიური რომელიმე თქვათ ორბანის ან ფიცოს სახელმწიფო საქართველოში ვერ იარსებებს. ფიზიკურად ვერ იარსებებს. თავისი არსით ეს იქნება ანტიდასავლური და იქნება პრორუსული. მადლობა დიდი. აკაკი ბობოხიძე იყო ჩვენი სტუმარი. დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ დაბრუნდებით. ირაკლი მელაშვილი, ლაშა ტუღუში შემოგვიერთებიან და მართან ერთად გავაანალიზებთ შექმნილ ვითარებას. Așa ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით, გადაცემის ამ ნაწილში ჩვენი სტუმრები იქნებიან ირაკლი მელაშვილი, ლაშა ტუღუში, მასთან ერთად შევეცდებით გავაანალიზოთ ქვეყანაში შექმნილი ვითარება, ბოლოდროინდელი მოვლენები, ქართული ოცნება არ გვაკლებს ახალ ამბებს და ბოლო არის ეს ფაქტობრივად ემიგრანტებისთვის აკრძალვა არჩევნებში მონაწილეობის. ფაქტობრივად იმიტომ ვამბობ, რომ ოფიციალურად არ უგზავნებენ, მაგრამ de jure არ უგზავნებენ, მაგრამ de facto ასე გამოვა. იმიტომ რომ მეუბნებია რომ ჩამოდით ერთ დღეს ყველა ემიგრანტი ჩამოდით საქართველოში და მიიღეთ მონაწილეობა. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ირაკლი, თქვენგან დავიწყებ, რას ფიქრობთ ამ გადაწყვეტილებას? რატომ მიიღო ქართული ოცნების გადაწყვეტილება? რატომ მიიღო მარტივია? არა, ეს კითხვა რატო გაჩნდა, იცი რომ 30000 კაცმა მიიღო წინ არჩევნებში, მაგრამ ეს 30000 ხმა რას უწყვეტდა? მუდმივი პრობლემა, ესენი თან ისე უნდა იცხოვრო, რომ ნერვებს არ მოიშალონ, ხო? მანამდე სულ იყო რომ გახსენით უბნები არ არის. აი, მაგის ალაპარაკო აღარ იქნება. მაინც ალაპარაკო აღარ არის. სინამდვილეში კონსტიტუციასთან ძალიან წყალად არის ეს კანონი, იმიტომ რომ რეალურად ეს არის ქონებრივი ცენზის შემოღება არჩევნებში მონაწილეობას. იმიტომ რომ ჩამოსვლა საკმაოდ სერიოზულ ფინანსებთან არის დაკავშირებული. ანუ შენ პირდაპირ უწესებ მას გადასახადს იმის რომ ჩამოვიდეს, რომ მინიმუმ ბილეთები აიღოს და ჩამოვიდეს. ამიტომ არ ვიცი ახლა მე იურისტები რას ფიქრობენ და გასაჩივრებენ თუ არა ამ საკითხს, მე მგონი ღირს საკონსტიტუციაში ამისი გასაჩივრება და მე უკვე საერთაშორისოში წასვლა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის უფლება რომ ნებისმიერ ადამიანს შეუზღუდავად 18-ას მიღწევს მოქალაქე შეეძლო არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ეს შეუზღუდავად აღარ იქნება. მე რა მაინტერესებს, საელჩოს რას უშვებით? საელჩოს ისინი იქ და რა ვიცი, საელჩოს ელჩებს დიპლომატებს ეკრძალებას თუ უნდა დასწრენ ყველანი უნდა ესე იგი მთლიან თან ერთ დღეში, ახლა ხო არ არის ეს ერთ დღეში ჩამოხვიდა გაიქცა. იქ ვიღაცამ დაითვალა რამდენი თვითმფრინავი არის საჭირო. რამდენი ხალხი 800000 კაცი ჩამოიყო, და რამდენი აეროპორტი წილოსანმა რომ 30000 იღებს მონაწილეობას 800000-ზე რატო ითვლითო? 30000-ზე დათვალე. ანუ ზუსტად მაგაშია. არა, ეგ ერთი თემა არის, მაგრამ თვითონ თავად იმაშვებიან, ხო რომ თავად ყოფენ. ანუ მაგაშია ზუსტად ლაპარაკი, მაგაშია ზუსტად საქმე, რომ მათ ძალიან კარგად იციან რომ მოქალაქეების ნაწილს ფაქტობრივად უგზავნებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და მან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის პირდაპირ დაწესება ქონებრივი ცენზის, ამ ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, რომ საქართველოს შეაძლებელია უფასოდ ჩასვლა და ჩამოსვლა. რაც აბსურდია. თუ საერთოდ ეს გადაწყვეტილებები და სხვა შორის საარჩევნო კოდექსში ძალიან საინტერესო რაღაცებს იღებენ ახლა. მაგალითად ну მაგალითად არ შეუძლია დასახელება, ვერ დაასახელებ თუ პარტიის წევრი არ ახარ, ვერ დაასახელებ შენი პარტიის წევრი და მაგრამ სამა პარტიამ ერთ კანდიდატს დაუჭიროს ხარ, სამი პარტიის წევრი უნდა იყოს თუ როგორ იქნება ეს საქმე. აი შევტანხმდით სამი პარტია, ხო სულ იმაზეა ლაპარაკი, რომ პარტიები ერთმანეთს ვერ თანხმდა შეთანხმდა სამი პარტია. თქვენ გულისხმობთ მაჟორიტარულ არჩევნებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. გინდა იქ ეს ხო ზოგადი ნორმები არის თვითმმართველობის კოდექსის, რომელიც ყველა არჩევნებს არეგულირებს, ხო? მაინტერესებს ეგ როგორ არის? სამი პარტიის წევრი უნდა გახდეს, ნაწილ უნდა გაიჭრას, თუ როგორ ხდება? აი რა არის, იცი ჩვენ ვეძებთ რაღაცა
ლოგიკა ვიპოვოთ, ამაში ლოგიკას ვერ იპოვ, ისე როგორც ვერ იპოვ იმაში. რა უნდათ, რატო? არ ვიცი ვერ გავიგე, აი რა შეიძლება, აი ნახე, გააუქმეს სამი ორგანო, ხო? ერთი კვირის წინ მიიღეს ბიუჯეტი მეორე მოსმენით. ამ მეორე მოსმენილი ბიუჯეტში ამ სამივე ორგანოს ჰქონდა გაზრდილი ბიუჯეტები. ერთ 15%-ით საერთოდ ანუ პრიორიტეტული დაფინანსების. არა, ხო ანტიკორუფციული გააუქმეს, სამხრეთ ოსეთის ის რა ადმინისტრაცია გააუქმეს და ის საერთოდ სასწავლე ქონას, ხო, ის რა ქვია. პერსონალური ერთი კვირის წინ მართლ პარტიაში და მთავრობაში არავინ არ იცოდა, რომ სამი სახელმწიფო ორგანო უხდებოდა, მათ შემოიტანეს ერთი კიდევ ერთხელ ვუყურებ იმ ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციას ბიუჯეტი 15%-ზე დაუდა, ანუ პრიორიტეტულ მიმართულებებში იყო, მეორესაც 10%-ზე დაუდა, მესამესაც 7%. პრიორიტეტული როცა ბიუჯეტი იზრდება, ეს იმას ბიუჯეტს გიზდიან, ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობისა ჩვენი მუშაობა პრიორიტეტული. ერთი კვირის წინ გავს. ერთ კვირაში ვიღოს გაწყობა საერთოდ გაუქმებაზე და რაც თავარია, ისეთი სიგიჟე გააკეთეს, რომ პერსონალური მართვის ინსპექტორს უერთებენ აუდიტის სამსახურს. შევედი ამ აუდიტის სამსახურის კანონში, მაინც ახლა მეთქი მე რამე ხო არ მეშლება, ხო? პირდაპირ წერია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური საფინანსო ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო ფინანსების აუდიტს. მისი ძირითადი საქმიანობა არის ის, რომ შეინახოს და დაიცვას სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ქონება. რა ის პერსონალური მონაცემების დაცვა. ხო, აი ესე დაახლოებით ახლა იგივე არის. მერე ეს არის იგივე, რომ ახლა საგადასახადო კოდექსში ჩაწერო, არ ვიცი, ოპერის რეპერტუარის შექმნის კანონმდებლობაში და ჩაწერო საგადასახადო კოდექსში და აბა ჩავწერ, იმიტომ რომ 84 ბოდიში რუსული გამოთქვისათვის ქართულად სხვარი კარგად და 84 ბარანიმიზეს იქა, რომელიც ყველაფერზე ხელს აწვევს აბსოლუტურ, აი ერთი კვირის ხმამისეს ამ ორგანოების დაფინანსების მიცემას ხმა არ მოუღიათ, ისე კაცს არ უკითხავს, რატო უზრდი, აი რაჟდენამ რა გააკეთა 10% რო უზრდი ამ დაფინანსებას. ეხლა კიდე სხვა რაღაცა ხდება, ეს სამსახური რაც იყო, ამას რენჯერები უნდა შეემოწმებინა, ხო? ეხლა სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავზე აყრია სახელმწიფო ბიუჯეტის ამბები. 10.000 NGO-ს ფინანსური შემოწმება უნდა დაიწყოს. შეუძლებელია ხალხო, ტექნიკურადაც კი შეუძლებელია ამისი გაკეთება, გესმით? და რაც თავარია, აი ეს არის აბსოლუტურად სპონტანური გადაწყვეტილებები მიღებული, აი ვიღაცა დაიძინა, დილით დადგა ესე მარჯვენა ფეხზე, რა გავაკეთოთ, აი ეს გავაკეთო, ეხლა კაი ეს გავაკეთო. ჩემი კითხვა არის, რა იქნება შემდეგი, ლაშა როგორ? მე რა ვიცი. რა. მაგას გეკიცები ბოდიში ლაშასთან ვანგაც კი ვერ გამოიცნობს ამ თავში, იმიტომ რომ ეს უკვე ყველა სფეროდან გავიდა რა ეს ყველაფერი. და როგორ აფასებთ ემიგრანტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას? ნუ რა თქმა უნდა ძალიან სულად სრული სიგიჟეა, რაც ხდება დღეს ამ ემიგრანტებთან დაკავშირებით. სიგიჟეა თუ ვილაპარაკებთ რაღაცა სტანდარტებით, ევროპული ან რაღაცა მაღალი სტანდარტებით. მეორე მხრივ გასაგებია რატომაც აკეთებენ, იმიტომ აკეთებენ რომ ბოლომდე ჩახსნან, ბოლომდე გარიყონ ის ადამიანები, რომლებმაც შეიძლება არჩევნებში მაწინააღმდეგ ხმა მიცეს. და ყველა მიცის, რომ ემიგრაცია ქართული ოცნების წინააღმდეგ არის. უმეტეს შემთხვევაში, ძირითადი ნაწილი, ამიტომ პირველი არა, რას ნიშნავს ცოტა? პირველი ნაბიჯი ცოტა კი არა, მათ ცოტა მიდიოდა არჩევნებში. არა. ცოტა კი არ მიდიოდა, მათ შექმნეს ისეთი გარემო საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომ შეზღუდეს, ხო, უნები არ გახსნეს და ძალიან ცოტას მიეცა საშუალება მიეღო არჩევნებში მონაწილეობა. ამ დროს ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. ეხლა დღეს ბევრი ლაპარაკობს კონსტიტუციის დარღვევაზე, მაგრამ ეს რომ შენს მოქალაქეს არ აქვს შესაძლებლობა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და სახელმწიფო არაკეთებს ყველაფერს, რომ საკუთარ მოქალაქეს მიცეს საშუალება არჩევნებში მონაწილეობის მიღებისა, ეგ არის სწორედ კონსტიტუციის დარღვევა. ამას ქვია თავისუფალი არჩევანის უფლების დარღვევა. პირდაპირი მნიშვნელობით არღვევდნენ კონსტიტუციას. ეხლა რაც გააკეთეს, კიდევ უარესად გადადგეს ნაბიჯი, აი ამ პრინციპის, აი ამ ასე თქვათ თავისუფალი არჩევანის უფლების
დარღვევა ხდება, გარდა ამისა სხვა პრინციპიც ირღვევა კონსტიტუციის, როცა ემიგრანტებს ართმევ. ერთი არის პოლიტიკური ნაწილი, როცა შიში აქვთ და რა ვიცი 1 მილიონი კაცი გადააგდეს, თითქოს ეს რაღაცა ის იყოს რა ნივთი, ესე იგი ის ხალხი რომელიც ნიშნულწილად აჭმევს საქართველოს დიდ ნაწილს და გაუბედურებულები არიან, ბევრი უამრავი პატრიოტია რომელიც გაჭირვებამ გააქცია აქედან, ხო, უმუშევრობამ და იმათ ესე იგი არის მოქალაქე და ართმევენ უფლებას, აი წარმოუდგენელი ამბავია, ესე იგი ესეთ ადამიანს, რომელსაც გული უძგერს და რაღაც ეუბნებიან, რომ რაღაც სისულელეს ეუბნებიან, ხო, ჩამოდი აქ და აქ მიეცი, რას ნიშნავს ჩამოდი, უჭირს იმას კაპიკი, იმას თეთრებს ითვლის, დღე და ღამეს მუშაობს, ასწორებს და ესეთ ადამიანს ართმევ. ეს არის ერთი მხარე, სოციალური, პოლიტიკური, მორალური, მაგრამ კონსტიტუციაზე ვსაუბრობ, ეხლა კიდე დამატებით. საყოველთაობის უფლება იყო, პირდაპირ წერია, რომ ყველას აქვს უფლება მიიღოს და ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა, რომელსაც აპირებენ მიიღოს. თანასწორობის უფლება იყო, რას ნიშნავს? ერთს აქვს უფლება მოქალაქე და მეორეს არ აქვს, ესეც კონსტიტუციის პრინციპი, აი შავით. ყველას აქვს უფლება და ჩამოვიდეს. არა, რას ნიშნავს? ეგ როგორ არის? პირობას ადებს. ხო, ეგ როგორ შეიძლება? ეს პირობა ფულიდეს რა. ხო. პირდაპირ ხო, რა თქმა უნდა, შენ ხელი უნდა შეუწყო, ხელი კი არ უნდა შეუშალო და ეგ არის სწორედ ესე იგი საყოველთაობა და თანასწორობის პრინციპები, როდესაც შენ ხელს უშლი და უზღუდავ მას ამ უფლების განხორციელებას. ნუ გასაგებია ახლა რო შევაჯამოთ ეს, ხო და აი რას ველოდები თვალ, რომ აი აქეთკენ რო წავიდეთ, არაფერი ყველაფერს ველოდები, ყველა ნაბიჯს, რომელიც ამ ქვეყანას მოწყვეტს ცივილიზაციას. იზოლაციონიზმი ქვია ამას, ჩემ უნდა თუ რაღაცა დიდი ესე იგი პროვინციული, ესე იგი სოფელი არ ქვია ამას, რა დახურონ ეს ქვეყანა, ჩაკეტონ ეს ქვეყანა, არავინ არ უნდა იყურებოდეს შიგნით და რაღაცა უნდა აქციონ იმათ. ვიღაცის ეზოთ რა, მარტივია რა ყველაფერი. ხო, მაგრამ ასეთ რამეს ეხა რო აი შემდეგ განახორციელოს ვიღაც კიდია, რას ფიქრობს ამერიკა, მთელი დასავლეთი, ყველაფერი ხელზე მკიდია. ხო, გავიგე, ძევა ქართველი ხალხი. ამას რის იმედად აკეთებს ამას? 84 კაცის იმედად. აი, ბარან პარლამენტში მაგრამ ახლა თელს დასავლურ პრობლემა ჩვენ ძალიან სპეციფიურ სიტუაციაში ვართ. მე ვარ სპეციფიურ სიტუაციაში. ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი, რომელიც არის ბევრად განვითარებული, ბევრად განათლებული, ევროპაზე ორიენტირებული, აი ეს ხალხი აქციებს ძევლებად რა. და იმის გამო რომ აი ამ ხალხს უფრთხილდებიან, ვერ იღებს ეს დასავლეთი მკვეთრ გადაწყვეტილებებს ქვეყანასთან მიმართებით, იმიტომ რომ ეს საზოგადოება, რომელიც დღეს ქუჩაშია, ზოგი არ არის, ზოგი გარეთ არის, საზღვარგარეთ არის და იციან ვინ არიან ეს საქართველოს მოქალაქეები, არ უნდათ რომ ნაჯახით იმოქმედონ და ამ ხალხმა რაღაცნაირად მოახერხათ ძალაუფლებისში დარჩენა და რაღაცნაირად გულისხმობ რა ვიცით როგორც მოახერხა და მძევლად აქცია მთელი ქვეყანა. ეს არის აი სპეციფიკა თუ უბედურება ამ სიტუაციის ეგ არის, მაგრამ საზღვარია ყველაფერს, მოთმინებას აქვს საზღვარი. აი როდესაც როგორ წარმოიდგენდი რომ კომისარი იტყოდა რომ საქართველოს კანდიდატობა მარტო ფურცელზეა დარჩენილი. და თანდათანობით უფრო და უფრო მძიმრება ეს მათი ასე ვთქვათ მიდგომები ქვეყნის მიმართ აღარ გაუწევენ და ქართველი ხალხი აგებს მერე ამაზე პასუხს და ქართველი ხალხის გადასახდელი გახდება აი ამათი ასე ვთქვათ არ ვიცი რა ქვია ამათი მოქმედებები რომელიც ყველა ზღვას გაცდა უკვე რა აღარ დარჩა არანაირი წითელი ხაზი ფაქტიურად რომელიც შეიძლებოდა გადაეკვეთა და ყველაფერი გადაკვეთის რა მოკავშირე ქვეყნის ერთი პოზიტიური სიტყვის თქველი არ დარჩა დედამიწაზე რაღაცა აბსურდების იმაში სამაგიერო. არა, გავიგე ხა იმათ ხა ვიღაცებს ხა გვარებს ადავასახებ, ისინი ჩემს იმაში საერთოდ არ არიან მოქცე ხა ცივილიზაციაზე ვსაუბრობ და ცივილურ რაღაცებზე ლაპარაკობთ, რაღაც გერმანიაზე, საფრანგეთზე, ესპანეთზე, იტალიაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებზე, აი ესე თქვენ ჰოლანდიაზე და ასე შემდეგ და იმათთან ჩვენ გავხდით რა ვიცი, დავღა დაგვადეს რა.
და თან მთელი უბედურება ის არის რომ ამის გამოსწორება იქნება აი წარმოუდგენლად თული მე ეხლა დღეს წავიკითხე Reuters-ის ესა თქვენთანაც იყო გამოქვეყნებული რომ წა გული გამისყდა რა დაახურეს ეს ყველა ვახსენოთ რაზეა საუბარი Reuters-მა დაწერა სტატია რომ 5 წუთი ავტოკრატიამდე დარჩენილი დიქტატურამდე ხო ნუ ავტოკრატია იგივეა პრინციპში ხო რაღაცა პროვინციული რაღაცა დიქტატორული რაღაცა რეჟიმი მყარდება რა 5 წუთი დარჩა ეს 5 წუთი მალე გავა და დაასრულდები რა დამთავრდება ესა რა რუკაზე აღარც გეძებენ არ გიძახი არცად არ გეძახიან არც ერთ ფორუმზე შენ არ ახარ წარმოდგენ გაფართოების იმაზე არ ახარ არსად და ბრიუსელში არ ახარ იმაში არსად არ ახარ არც ბერლინში ხარ არსად არ ახარ წარმოიდგინე რა როგორ მოახერხებს ყველგან იყავი ყველგან პატივს გცემდნენ როგორც საქართველოს მოქალაქეს აბსოლუტურად სხვანაირად გიყურებდნენ იმიტომ რომ რაღაცებს აკეთებდი იბრძოდი შეცდომებსაც უშვებდი გასაგებია მაგრამ სხვა თვალით გიყურებდა ეს ხალხი და ეხლა შენ გიყურებენ რაღაცა არ ვიცი რა გაქრი რუქი და გაგაქრეს რა რაც უნდათ ეთქვა ეგ უნდათ რა უხარიათ რა რომ არსად არ ახარ გაგაქრეს რა გაგაქრეს ისტორიიდან ამოგშალეს რა და რამად გონიათ რომ ესე დამთავრდება ეს ყველაფერი კაცო რა ეხლა ვერ გავიგე რა არაფერი არ არის არაფერი არ არსებობს თავმოყარევა რა გაგვაქრეს და თვალებში ნაცას გვაყრიან და გვატყუებენ რა კი ბატონო და აქ საინტერესო არის გამოსავალი რა თავარი კითხვა რასაც სვამთ ხო ხალხი გვყავს რა უნდა ვქნათ ასე სიტუაციაში ან ხელისუფლება ყავს რომელიც არაფერს და არაფერს არ განიშარულწევს არც ქვეყნის შიგნით ვერავინ ახდენს მაზეს ეწოლას ვერც ქვეყნის გარედან რასაც უნდა იმას აკეთებს და გვეუბნება რომ სადამდეც მინდა იქამდე მოუჭერ ჭანჭიკებს ბიჭო ფეხბურთში გამოსავალი რო აგებ რა არის უკეთესი გუნდი უნდა დააყენო ეგ არის გამოსავალი არ არის მეტი სხვა გამოსავალი სწრაფად და ჩქარა არ იქნება ეს გამოსავალი არ იქნება პოლიტიკური ალტერნატივა რატო შვებიან ამას ყველაფერს შეგიძლიათ არ არის კონჩეტევაზე ითამაშო თქვა თუ ხო მაგრამ იმ კონჩეტევასაც ცოდნა უნდა კაცო მე გეუბნები რომ პოლიტიკური ალტერნატივის გარეშე გამოსავალი არ იქნება ეს ილუზიები რომ ქუჩაში ვიდგები და წავნენ სახში და გაიქცევენ რომელიც არსად არ გაიქცევა არა ქუჩაში დგომა არის რომ უბრალოდ არ უნებდები და გავიგებ კაცო ეგ ერთი მაგრამ მე მეორე რაღაცაზე ვიძახე ქუჩაში არ უნდა იდგენოთ იმას კი არა პოლიტიკური ალტერნატივის გარეშე სანამ არ გაჩნდება პოლიტიკური ძალა რომელსაც ექნება ხალხის მხარდაჭერა ხელისუფლება არ შეიცვლება გინდა მომკალდა ყველა მეჭუბება ამას რატო მომხდო გეუბნებით არ იქნება და ახლა ხა ერთ წელია ვიძახე ანუ ერთი ძალა უნდა გაჩნდეს ასეთი ერთი იქნება და ორი იქნება 2003 წელში ორი იყო და სამი იყო ხო 2012-ში ერთი იყო სიტუაციას გააჩნია რესურსებს გააჩნია ლიდერებს გააჩნია შეიძლება ორიც იყოს შეიძლება სამიც იყოს მე არა ვარ ერთის პრობლემა მაგრამ კიდევ ვიძახე სიტუაცია დღეს არც ერთი არის ყველა ცუდი არის არც ერთი არ არის ხო არ შეიქმნება პოლიტიკური ალტერნატივა ძლიერი და ეს ხელისუფლება კიდევ არის სისულელეებს გააკეთებენ. ახლა აი დღეს რაც გააკეთეს უბრალოდ რა არის, იცი? ხო, ანუ ხალხი პრინციპში მეც რო ხდება ქუჩაში, მთავარ კითხვას რასაც მისვამს ხოლმე, კარგით, გავუშვით ივანიშვილი, ვინ მოყავს მის მაგი, ვინ მოყავს მის მაგი. ეს არის კითხვა და როგორც ამბობენ დასავლეთშიც კი რო ჩადიან ჩვენ ოპოზიციონერები, ამას ეუბნებიან რომ ცალ-ცალკე რო ჩამოდიხართ, ერთი ალტერნატივა გააკეთეთო და ანუ იქაც კი მაგას ვითხოვენ რომ ერთი ალტერნატივა იყოს. ერთი იყო თუ რომ დასავლეთი არის ძალიან პრაგმატული. ყველაფერი გაჩერებულია, მეგობარი აქტიდან დაწყებული იქ რეალური სანქციები დამთავრებული. არის ნუ რაღაცა ისეთი მოძრაობები, რომ გამოუშვებენ სიგნალს, რომ ბიჭო იქნებ გონზე მოხვენ. ნუ არ მოდიან. გაჩერებულია, ებდო დასავლეთი არ დაიწყებს სერიოზულ მოქმედებას, სანამ არ დაინახავს აქ ისეთ ძალას, რომელიც აიღებს ძალაუფლებას, რომელზედაც სანდო იქნება ძალაუფლების გადაცემა. შევარდნაძე 1999 წელს არ მოსწონდა ხალხს, მაგრამ 2003 სანამ არ დადგა და სანამ არ გამოჩნდა პოლიტიკური ძალები, ძლიერი პოლიტიკური ძალები იყვნენ, ხო მაშინ 2008 წელს სააკაშვილს დაკარგული ჰქონდა. ვერ მოვიგეთ ხო იმ ოპოზიციამ, ვერ შევძელით დამაჯერებელი ყოფილიყავით ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც. ხო არ დაიჯერა საქართველოს მიშა არ ევასებოდა, მაგრამ არც ოპოზიციაზე ამოდიოდა ზედამთვა. 2012 წელს მოხდა ისეთი გაერთიანება, რომელშიც ირწმუნა, სწორად ირწმუნა, არასწორად ირწმუნა. ლიდერი გამოშავა, ლიდერმა გააერთიანა. ლიდერმა ბევრმა გააერთიანა. და 2012-ში 2003-ში არ იყო ერთი ლიდერი, ბევრი ლიდერი იყო, ბოლო მომენტში გამოიკვეთა, ბოლო მომენტში გამოიკვეთა მიშა რევოლუციის დროს. ანუ მე რას ვიძახი ხლა არ მინდა ძალიან აბსოლუტური ანალოგიები არ არსებობს, მაგრამ არის მთავარი რა. ან ერთი ან რამდენიმე პოლიტიკური ძალა არსებობს, რომელსაც აქვს საზოგადოების მხარდაჭერა.
თუ უბრალოდ ხელისუფლება არ მომწონს, არ მომწონს და ვზივარ სახში და არ ვაძლევ არავის ხმას რა. და არ გავდივარ იმ ქუჩაში. იმიტომ რომ თუ ვერ დავინახე იმედი იმისა, რომ ცვლილება უკეთესობის მომტანი ადამიანი უკეთესობას აძლევს ხმას და არა უბრალოდ ვიღაცის სასვლას რა. და ეს ხელისუფლება საკმაოდ ჭკვიანია და საკმაოდ შებერტყილია იმის, რომ ეს ჯერჯერობით პრობლემებს უქმნის მაინც მხოლოდ მცირე აქტიურ ნაწილს, მაგრამ მცირე ნაწილს, რომელიც საზოგადოებაში ასპლისებო პარტიები, ვის შეუქმნა პრობლემები, პარტიების სამოქალაქო სექტორი, ეს არ არის ის ნაწილი, რომელიც საზოგადოებაში პოპულარულია. გადით თბილისის გარეთ და ნახეთ რა. ამათ უქმნის, ანუ ეს მასაში არ გასულა ჯერ აი იმისი განცდა, აი ნაცების დროს გასული იყო მასაში ეს განცდა. იმიტომ ძალიან ბევრს შეეხნა. ძალიან ბევრს შეეხო უსამართლობა. ესენი საკმაოდ ჭკვიანურად მოქმედებენ, დოზირებულად, ბოლომდე აწვევიან და ბოლომდე კლავენ იმ ძალებს, რომელიც შეიძლება რომელსაც პოტენციალი აქვს, რომ ამ უკმაყოფილებას სათავეში ჩაუდგეს. მასაც არ ეხებიან. და ესენი ვერ მიხვდნენ ელემენტარულ რაღაცას, რომ კლავე შეშობელძაღლო და ამ დროს ერთმანეთს დაძდევ დანაშანგლით და ლანძღავ და აგინებ ერთმანეთს. და ამის შემყურე ეს ადამიანი ახლა არ გამოვა და არ დადგება ასეთი ხალხის გვერდზე რა. ასე ლაშო თქვენ რას ფიქრობთ? ანუ იმ ხალხს, ვისაც აქვს ნიჰილიზმი, რამდენად აქვს ამის საფუძველი? იყოს ნიჰილიზმი. ნიჰილიზმი რო აი არაფერი არ შეიცვლება, არაფერი არ იცვლება. ვერ შეიცვლება. აუცილებლად რასაც უნდა იმას გააკეთებს რა. დღეს ესეთ ვითარება გვაქვს პრინციპში. მე ვფიქრობ, რომ არ არსებობს გამოვალ მდგომარეობა და საჭიროა სწორი პირველ რიგში საჭიროა სწორი ანალიზი გაკეთდეს. სად ვართ, რატო ვართ და ასე ვთქვათ, რა უნდა გაკეთდეს საერთოდ. მე მგონი არ ვიცი, არ ვიცი, და ეგ არის, რომ აი რასაც ირაკლი ამბობდა, ხო, ეგ არის სწორედ რა კითხვას დასვი, რომ ემის პასუხი, საპირისპირო პასუხი რა. ჩვენ მე მგონი არ ვიცით რეალურად სად ვართ და რა გვჭირს რა. და რატომ ვართ აქ? აი რა დაგვემართა ამდენი ხნის განმავლობაში, როგორ აღმოჩნდით აი ამ წერტილში. და სადაც პასუხები გვესმის მხოლოდ აი ერთმანეთის დაბრალების კუთხით რა, რომ აი შენი ბრალია, ჩემი ბრალია, იმის ბრალია, ამის ბრალია, რაღაცა და ბრალის და ერთმანეთზე გადაბრალება მიდის ხოლმე, როცა განსაკუთრებით იმ ადამიანებს უყურებთ, რომლებსაც აქვს პოტენციალი, პრეტენზია და პოზიცია აქვს ისეთი, რომ შეიძლება გარკვეული პოლიტიკური პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდნენ, ხო? ძირითადად ვეხები ამათ აი ელიტებს, გარკვეულ ელიტებს ეს სიტყვა შეიძლება აინდამაინც ისეთი სიტყვა არ არის, მაგრამ ეხლა ეგ არის, ხო? ანუ აი ამ ლიდერებს ეგ პრობლემა ჭირთ რა, რომ სულ ერთმა თავის თავში ვერ ხედავენ, სხვაში ხედავენ, თავის თავშიც რაღაცა არასწორად, სხვასაც არასწორად, მოკლედ რა. პირველი არის ანალიზი გასაკეთე. მერე საჭიროა, რა თქმა უნდა, მეტი კონსოლიდაცია, მაგრამ კონსოლიდაცია რას ნიშნავს? ჩვენ აი რაც შემთხვევი ასევე რა, კონსოლიდაცია აუცილებლად ერთი ადამიანის გარშემო არ უნდა მოხდეს და ჩვენ მუდმივად, აი რაც საქართველოს გახდა დამოუკიდებელი, მახსოვს იმის შემდეგ ყოველთვის ვეძებთ ესეთ ქარიზმატულ ლიდერს, ერთ ადამიანს, რომლის ირგვლივ უნდა გავერთიანოთ და ის წაგიძღვება წინ და ლოკომოტივი და მე დაანჩენი ცხოვრებივით მიყვებიან, ხო? აი ეს მეორდება ციკლურად რა. მეორდება, არ დასრულდა რა და იმის ძებნა რომ ვიღაცა მესია, ვიღაცა ავის ქარიზმა უძლიერესი ტიპი უნდა აღმოცენდეს აიდანაც მიწიდან აუცილებლად გაიზარდოს და გააყვეს მთელი ქვეყანა. არ არის სწორი მიდგომა. ჩვენ ჭირდება სისტემური მიდგომა. სისტემური მიდგომა ნიშნავს რას? ეს არის გუნდური პროცესი გვჭირდება და არა ერთპიროვნული პროცესი გვჭირდება. გუნდი, რომელიც ეფუძნება კონკრეტულ იდეებს, კონკრეტულ პროგრამებს, შეხედულებებს, გუნდი, რომელსაც შეუძლია საზოგადოებასთან ურთიერთობა, რომელიც მოქალაქის ინტერესებზე არის დაფუძნებული და მის ინტერესებიდან გამომდინარე მასთან ამყარებს კავშირს, მას ელაპარაკება. მასთან მიაქეს კონკრეტული იდეები. აი ხო შევხედოთ, ეს არის გზა. აი ხო შევხედოთ რეალობა. ჩვენ ამის საპირისპიროდ ვიქცევით ყოველთვის.
24 წელიც ამის მაგალითია, როცა არჩევნებში ხალხი არ დადიოდა, პარტიები არ დადიოდნენ საზოგადოებასთან. უმეტეს შემთხვევაში 1000-ში ერთხელ ვიღაც სადღაც გაივლიდა, მაგაზე არა, მაგრამ სისტემურად არ ხდებოდა არასოდეს. წინა არჩევნებშიც ეგ პრობლემა იყო, ყოველთვის ეგ პრობლემა იყო. ხელისუფლება როგორ იცვლებოდა? იცვლებოდა ყოველთვის რევოლუციური გზით, ან საარჩევნო რევოლუცია, ან სხვა ტიპის რევოლუცია, ან ბათქაბუთქი ქუჩებში ტანკები დარბიოდნენ და ტანკებთან ერთად ვიღაცები იმაშოვა ავტომატებით. ეს არ არის ის პროცესი, რაც სჭირდება ამ ქვეყანას. ხომ უნდა ვისწავლოთ რაღაც, რამდენი წელი გავიდა, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა საქართველოს დამოუკიდებლობა. ვერა და ვერ გავიგეთ ეგ, რომ ქვეყანას სჭირდება სისტემური მიდგომები, რაც გულისხმობს კვალიფიციური პარტიების ჩამოყალიბებას. რომელიც პარტიებს კრძალავს ხელისუფლება. გავიგე. ეხლა მოდი მაშინ არა, გავიგე, აქამდე ეს ვერ გავაკეთეთ. ეხლა შეიძლება აღმოჩნდეთ სხვა რეალობაში. და სხვათა შორის იცი რატო შეიძლება აღმოჩნდეთ სხვა რეალობაში? იმიტომ რომ ეს არ გაკეთდა აქ. არ იყო არასოდეს კონსოლიდირებული მიდგომები, სისტემური მიდგომები. არ იყო პარტიები ხალხისთვის და ეს ელიტები, რასაც უძახით, არ იყო ხალხისთვის ახლო და ორგანული ნაწილი, საზოგადოების ორგანული ნაწილი თუ არ არის პოლიტიკური ძალა, ის ამ პოლიტიკური ძალას არც მოусმენს, არც გაყვება და არც დაინტერესებულია და საერთოდ არ ადარდებს ის გაუქმდება თუ არ გაუქმდება. მარტო ის აქტიური ნაწილი იბრძვის. ხო ხედავთ რაც ხდებოდა ხა ქუჩაში გამოსვლები რო იყო, პოლიტიკურ ლიდერებს სცენაზე არ უშვებდნენ. რატომ? იმიტომ რომ ისინი არ აღიქვამდნენ ის აქტიური საზოგადოება არ აღიქვამდა პოლიტიკურ ძალებს მის ორგანულ ნაწილად. ეგ არის გამოსასწორო მიუხედავად იმისა, რომ ესენი გააუქმებენ ალბათ დიდი ალბათობით ამ პარტიებს და აღმოჩნდებით ამ რეალობის წინაშე. რა უნდა ვქნათ ასე დროს? ყველაფრის მიუხედავად, მაინც საფიქრალი იქნება, რომ დარჩეს ეს ქვეყანა რაღაცა პოლიტიკურ პროცესში. როგორ უნდა გაკეთდეს? ამას ჭირდება სერიოზული, ასევე ჭირდება სერიოზული ანალიზი და რაღაცა ფორმების მოძებნა, ხო? გამიგე და არა იმის ლაპარაკი, რომ ეხლა აზრი არ აქვს და მარტო დისიდენტობის ადგილი დარჩა. აი როცა ამას ვიტყვით მე რა, ეს ნიშნავს რომ ვერ გამოვძვრებით ამ სიტუაციებში და ვერანაირად. ხო, მაგრამ თუ აკრძალეს ყველა პარტია, არა გავიგე, მაგრამ ადგილი დარჩება დისიდენტობის. აი ხო, ძალიან კარგი კითხვა. ძალიან კარგი კითხვა მე რა. სხვა პარტიები აკრძალული იყო. მაგრამ მაგას ჭირდება სერიოზული პასუხი რა. სერიოზული პასუხი ჭირდება, იმიტომ რომ აი მაგრამ ხო ესე იქნება და მაშინ სულ ესეთილა ხან გზალავდნენ ხან არჩევნებს აყალბებდნენ ხან კიდე რაღაცა პრობლემა ხან ზე ამოდიოდა ცუდების განათება იყო ცუდი ხან ხუთი არ მოგწონდა ყოველთვის მე იტყვი მიზეს რომ არ იმუშაო იშრომო და შექმნა რეალური პოლიტიკური სისტემა ქვეყანაში ყოველთვის მესმის და მესმოდა და ალბათ კიდე არ ვიცი რამდენამდე უნდა ვისმინო 35 წელი ერთი და იგივე მესმის რაღაცა მიზეზები არსებობს და ამ მიზეზების გამო ვერა და ვერ იქნება რაღაცები. ხან კომუნისტებმა დანიშნეს არჩევნები და იქ არ უნდა მიიღო მონაწილეობა, ხან აი რომ მოყვეთ ამ ისტორიას, მე არ დაილიეს მიზეზები რა. აი ხა შევასაც ამბობ, ეგეც ეგ არის რა. არა, ეგეც ეგ არის. ხელისუფლება ამბობს რომ აკრძალავ პარტიებს და კონკრეტულად მაინტერესებს რა უნდა ქნა თუ აკრძალავს მე პარტიებს. რას ვაკეთებთ, რა ვიცი. ჩვენ ფორმა გვაქვს პრობლემა პოლიტიკური საქმიანობის პრობლემა რა არის? ფორმა თუ შინაა, ერთი წუთი. პოლიტიკური საქმიანობის პრობლემა საქართველოში ფორმა იყო თუ შინაარსი? მე ვფიქრობ, რომ შინაარსი. ყველა პოლიტიკური პარტია ზუსტად ისეთივე ფაქტობრივად დესპოტიურ მოდელზე რო არის აგებული, როგორც ხელისუფლება ყავს აგებული, ეს კანონის ბრალია, მთავრობის ბრალია, იმან დაავალა, რომ პარტიები არადემოკრატიული უნდა იყოს, შიგნით კიბე არ არსებობდეს. რეგიონებში ცხოვრებ ადამიანს არადროს არაფრის შანსი არ უნდა კონდეს შენს პარტიაში. თვითმართველობა ვერ გავაკეთეთ 35 წელია. აი ვინმე დაავალა პოლიტიკურ პარტიებს ეს და ხელისუფლების ბრალია რომ თითოეული პარტია საქართველოში მინი ავტორიტარული მოდელი არის ერთი ან ორი კაცის გარშემო შემოკრეფილი, იმიტომ რომ გადი გარეთ და კითხე რამდენი პარტიის სახელი იციან. გეტყვიან ამისი პარტია, იმისი პარტია, იმისი პარტია, იმისი პარტია. თითო კაცის ორ-ორი კაცის. ეს კანონის ბრალია, მთავრობის ბრალია თუ ჩვენი ბრალია?
ზოგადად რა იმ ვინცაც პოლიტიკურ ლიდერად აქვს წარმოქმნილი, იმიტომ რომ მინი მოდელებს ვაკეთებთ, აი რასაც წარმოადგენენ მართველი პარტიები საქართველოში, იმისი მინი მოდელი რესურსებია აქ ნაკლები რა. იმისი მინი მოდელები არის აქ. და გამოჩნდება ვიღაცა ცოტა ამბიციური, ცოტა კარგად მოლაპარაკება, მას შიგნით პრობლემები ექნება. უნდა წავიდეს პარტიიდან. მე მიდიან და ქმნიან ახალ პარტიას. მე იქნება, ნუ აი ახლა სულ ვიძახი ახლა პიროვნულად არაფერი არ მართლა მაინტერესებს გირჩი ერთი და გირჩი ორი. არა, მე ახლა კიდე გამოიყვნენ. ხო, არა, ერთი წუთი გირჩი არ. აი შეგიძლიათ გითხრათ რა იდეოლოგიური სხვაობები აქვს რა ამისთან არა. გვარამიას პარტიას და ნაციონალურ მოძრაობას. და კიდე ასე შემიძლია ახლა არ მინდა პიროვნულზე დადის ხო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ იქაც ვიღაცა ლიდერია, იქაც ვიღაცა ლიდერია, იქაც ვიღაცა ლიდერია, ბიჭო არ დაამთავრეს რა. არ დაამთავრეს რა. 12 პარტია ყავს, რომელმაც 1% აი გაუხარდა ყველა იბრძოდა რისთვის 2000 წელს. ნუ 1%-იანი ბარიერი იყოს, კიოდი არ შეიძლება. ბარიერი რო დაწიეს საპარლამენტო არჩევნებში. ხო. არ შეიძლება რატო 87 პარტია შეიქმნა. სინამდვილეში არც ერთი პარტია არ აქვს. იმიტომ რომ ეს არის ვიწრო ერთი ადამიანის, ორი სამი კაცის გარშემო შემიკრებილი ფან-კლუბი და ეს 1-2-3 კაცი რატო აკეთებს რომ მაგიდასთან დაჯდეს მოლაპარაკებების დროს და კოტების განაწილების დროს თავისი მიიღოს. ეს არ არის ხალხო არც პოლიტიკის კეთება, ეს არის აი ამათი ხვაშიადის დაკმაყოფილების მთელი პოლიტიკა გადაიქცა აი ამ 3-5-7 კაცის ამბიციების დასაკმაყოფილებელ რაღაცა ასპარეზად რა აი ასეთ მაგიდასთან უნდა დავჯდეთ მე უნდა მერკვას თავმჯდომარე მე უნდა მერკვას აბა იმას თუ ქვია მე რატო არ უნდა მერკვას მე უნდა აბა ეხლა ხო 7 ვარ თუ აბა კოტები ხო უნდა გავანაწილოთ არ დამთავრდა და ამას საზოგადოება უყურებს რა ძალიან დიდი ბოდიშით რა და ძალიან დიდი ბოდიშით იმ საზოგადოებას შენს გაგზავნის იქ სადაც სწორს აგზავნის რა სადაც მართლობა და არ ჯერა შენი რა და ნურავის ნუ დააბრალებენ საქართველოში პოლიტიკური ლიდერების იმას რომ საზოგადოება მათ ხარ არ დაუჭირა რა და საზოგადოება მათ გენიალურ იდეებს არ გაყვა. გასაგებია, მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. ირაკლი მელაშვილი, აშა ტოღუში იყო ჩვენი სტუმრები, ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა პოლიტიკური სივრცე. მე გეშოვებთ ხვალ და ხვალ შვიდის ნახევარზე გადაცემით რეზიუმე დაგიბრუნდები.